დავიწყეთ, გავასწორეთ ყველაფერი, ხმა იწერს, კამერა მიდის. ოღონდ როგორც ყოველთვის კი არა და მე მგონი სულ ესე იქნება, რომ ეჭქვეშ იქნება ყველაფერი. ხმა იწერს ნეტა? რეგზე ვართ ნეტა? კი. იმიტომ რომ ყველაფერს ჩვენ თუ ვაკეთებთ. მეორე ეპიზოდი მოსკოლების. მოგესალმებით. გამარჯობა, გიორგი, გვანცა. ცოლ-ქმარი. წამყვანები, ცოლ-ქმარები. პირველ ეპიზოდს ჰქონდა 1000-ობით ნახვა. აურაცხელი კომენტარები. 2000 გადაცდა და უკვე 2000 უკვე შეგვიძლია 1000-ობით ვთქვათ. კი. მადლობა ყველას, ძალიან გაგვიხარდა რომ ამდენი ნახვა მაინც დააგროვა. კი და სულ პოზიტიური კომენტარები იყო. ძალიან დიდი მადლობა, გამოწერეთ. ძალიან დიდი მადლობა. დავიწყოთ იმითი, მოკლედ გავაცნოთ მაყურებელს შემადგენლობა, ხო, სწრაფად გაგაცნოთ შემადგენლობა. სწრაფად გავაცნოთ დღეს რა იქნება პოდკასტში. ახალი ამბები. დღის თემა გვექნება, მაყურებლის კომენტარებს წავიკითხავთ, იმიტომ რომ პირველი ეპიზოდი იყო. საინტერესო ფაქტები, დავამსხვრიოთ მითები და ბოლოში რჩევები გვექნება. კარგი. ხო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ესეთი საახალწლო ჭიქა მაქვს. გიო დამცინის. ძალიან ადრე იწყებს ხოლმე გვანცა საახალწლო ზეიმს. რომელი საათი მოძ დავიწყეთ? ასო. რატო ვიწყებ ძალიან ადრე? დეკემბერია. გავიდა 9 დეკემბერი. არა, ამ თვეში დაიწყე გვიანი, იმიტომ რომ დრო არ ქონდა ამ სტუდიას ვაკეთებთ რამდენი ხანია, ერთი თვეა, მე მგონი რაღაცებს დავბივართ, რომ მოვაწყოთ და მაგითო თორე. შარშან დაიწყე ნოემბერში. კარტი ხო წვიმის ხმა არის, ხო კიდე წვიმს გაუჩერებთ. კი. კაია წვიმის ხმა. მე მგონი ხარისხი და განათება უკეთესი აქეთ, იმიტომ ვიხედები რომ ეს ტელევიზორში გვაქაშვებული ეს ხედავდეთ რას ვიწერთ და ხო. არა უშავს მე ხო და შენ თუ არ გინდა მე აი ჩემ მხარეს მოვრთავ მარტო აი ჩემ ნახევარს მოვრთავ საახალწლოდ შენ არ ამის იქით მაგის იქით ხო აი ეს ხეშენი იყოს რა ჩემი იყოს რა ჩემი ნახევარია ხო აი ხეშენი იყოს და იქით რა ქვია ხო და ჩემ მხარეს იქნება ზეიმი და შენ მხარეს შენ იყავი ესე. ხარეს იქნება ადეკვატური ხალხისთვის. მურად იყავი ეგრე. შენს ტერმინატორთან ერთად. ხო, კარგი რა გვაქვს. ესე იგი ვერ გავიტანე ჩემი, ხო? და ისა ვერა, ჩემსკენ იყო ერთი კომენტარი იყო ტერმინატორზე, მე კომენტარს წავიკითხოთ, მე შევეხოთ მაგამ. კარგი. მე მაინც ვეცდები ჩემსას. ეჯერი ტერმინატორი იგებს. წინაზე თქვით რომ ეს გავასწოროთო, იქ კარგად გავაკეთო ამანუარი პრიალოს კოუთვა, მაგრამ ყველაფერი გამოგრჩა. სამაგიეროდ წესით ხარისხი უნდა იყოს ბევრად უკეთესი ახლა გამოსახულების. კი. რაღაც აგვერია წინაზე და უმეტესობას ვისაც ჩართული აქვს, ჩაკეცილი აქვს, საერთოდ არ უყურებს გამოსახულება როგორია. არა, სხვათა შორის კომენტარები იყო, რომ ძალიან კარგი გარემო არისო და ძალიან მოეწონათ ჩვენი სახლური სტუდია. ძალიან კარგი. ხო, და თავსო ისე გძნობთ როგორც სტუმრათო და ანუ პირიქით ცუდი არ არის ეგა თავის ეგზენი როგორც საკუთარ სახლში. არა, იგულისხმეს რომ როგორც ჩვენთან სახლში ისე გრძნობენ თავს. ხო, და მართლა სახე ამ ოთახში ცხოვრობთ სიამდვილეში. ცოტა მივწევთ ხოლმე რაღაცებს და კი, აი ტაიმლეფს ხო გადავიღებთ და რეილს დავაგდებთ ჩვენ სოციალურ ქსელებში, გამოვყევით აღწერაში მითითებულია Instagram-ი გვაქვს, Facebook-ი გვაქვს, TikTok-ი გვაქვს, TikTok-ზე ჯერაფერი დაგვიდია. ხო. მაგრამ Instagram-ი და Facebook-ი ვერ დავაკავშირეთ, ეს საშინელი ორგანიზაცია მეტა. მინდა რომ დაემართოთ, ცუდი მაგეთ. ცხალი თავით ვერ ვაკავშირებთ Gemini-ს თელი დღე ველაპარაკებით რომ რამენერად გვიშველოს და ეს Gemini-ი გუშინ ბოლოს მითხარ რომ ცოტა ხანი დაისვენე 24 საათიდან 48 საათამდეო აცადეო აი ეს მომწერა მართლა იმდენაირად უკითხე რომ ბოლოს გადაწყვიტა რომ ესეთ სახით ეთქვა რომ თავი დამანებეო რა ესე მითხარ რომ 24-დან 48 საათამდე დაანებე თავი არაფერი არ გააკეთო და მე იქნებ რაღაცა იყოსო ესეთი პასუხი გამცა ან მომიშორა ან მართლა ეგრე არის ხო იმასაც გამოსtildeება აქვს რომ მე თავს ისწორდება ხოლმე რაღაცაები და ხო შეიძლება კაი გადავედით ახალ ამბებებზე თუ გვაქვს მომდევნო არა ახალი ამბები გვაქვს ხო ახალი ამბები სამწუხარო ამბავი გვაქვს მე რაბდოლიშვილის ბრძოლით გვინდა დაგვეწყო სამწუხაროდ დამარცხდა დღეს დილით მერაბი. ცოტა გამოუძინებლობაც გვეტყობა ალბათ სახეებზე, იმიტომ რომ დილით გავეგუზეთ საყურებლად.
რა სიტყვა შენ როგორც დამწყები UFC-ს მაყურებელი? მომეჩვენა მე ხა პროფესიონალი არ ვარ, ესე ვერ ვილაპარაკებ ისე რაღაცნაირად, მაგრამ მომეჩვენა რომ დაღლილი იყო. ესე არ ხო, თავიდან. ესე არ გამოიყურება ხოლმე მერაბი და ჩემი აზრით რაღაცები შესაძლებელი აქვს. თვითონ ვეთქვა, რომ რაღაც ნუტრიციოლოგი არ მყავსო, ხო, სწორად გავიგე. არ ვიყენებ ნუტრიციოლოგებსო, ვინც არ იცის, რომ კარგად ავხსნათ, რომ ბრძოლამდე წონის კლება უწევთ, დიდი რაოდენობის წონის კლება უწევთ, რომ რაღაც თანაბარი წონები დააფიქსინონ ხოლმე სპორტსმენებმა და თან ბოდიში გაწყვეტინებ, როგორც გავიგე, რაღაც რეკორდზე მიდიოდა, ხო? მე-4 დაცვა. ხო, და რეკორდზე მიდიოდა, მთელი ამბავი ეგ იყო, წონის კლება არ უჭირს, მაგრამ ეს წონის კლება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს და ძალას გაცლის და მე ბრძოლის წინა დღეს იწონები და მე მეორე ბრძოლის დღემდე რო აღედგინო, მე ძალიან ბევრს საკვებს ღებულობენ უფრო ეს რაღაც შეიკებს და ეგეთ რაღაცებს, რომ წონა აღედგინო და მოკლედ ძალიან რთული გადასატანია ორგანიზმისთვის და მე ეს წელს გააკეთა მე-4-ით. ანუ ეს მიდიოდა რეკორდზე 4ჯერ ქამრის დაცვა, არავის არ გაუკეთებია და 3ჯერ ეცადნენ წელს ქამარი წაერთმიათ, ვერ წაართვეს და 3ჯერ გაიარა მოსამზადებელი კემპი, წონის კლება, მე იჭხუბა, მე ეს უნდა მოიშუშო ეს ტრამვები, მე ისევ თან და მე-4 ბრძოლა იყო და ეთყობოდა რომ უკვე ეს იმოქმედა მასე ამდენმა წონის კლებამ და ამდენმა მოსამზადებელმა პერიოდმა, იმიტომ რომ თავიდანვე არ ჩანდა ისეთი რა. თან ეს პატარა რაღაცა არ არის ესეც მოკლე დროში, ან მოკლე დრო არის 4ჯერ ესეთი კლება წონის და მე მატება და თან ფიზიკური მომზადება, ეს ხო ის არ არის რომ უბრალოდ წონაში ვიკლებ და სახში ვზივარ და არაფერს არ ვაკეთებ, ანუ რამხელა ფიზიკური დატვირთვა აქვს და როგორ ვარჯიში უწევთ. წონაში კლებაც ფიზიკური დატვირთვა არის, რასაც მარტო წონის კლებს გამოვაკეთებ, ვარჯიში რო გამოვაკეთებ. სტრესი არის ორგანიზმისთვის რამხელა. ხო, მოკლედ გული დაგწულა, მაგრამ აუცილებლად იქნება რემატჩი ყველანაირი სპორტული წესი და UFC-ს წესით მერაბს ეკუთვნის ის, რომ იანმა ქამარი აქვს, მაგრამ სხვასთან კი არის ბრძოლას, ისე მერაბს მიცემ კიდევ ერთი შანსი, რომ ქამარი დაიბრუნოს, აუცილებლად მიცემენ და აუცილებლად დაიბრუნებს, ორჯერ უფრო გაბრაზებული დაბრუნდება და კი, და დარწმუნებული ვარ ორჯერ უფრო და მგონია, რომ აი გადაუვლის იანს, როგორც პირველ ჯერზე გააკეთა, ესე იზავს ეხლაც. კი. ამის მიუხედავად, ან თან პიტერიანი მაგ დივიზიონში ალბათ მერაბის მე ყველაზე ძლიერია. ხო. და მაინც 5 რაუნდი, აი 5 რაუნდის ბოლოს კიდე აი ვისაუწევდნენ, მაინც ქონდა იმედი, რომ აი მერაბს ხო რა უწევენ ხელს. და მაინც მოუწია, აი რაღაცა ძლივს გადარჩა, ასე ვთქვათ, იანიც რა. ხო, მაინც ესეთი ზიანი მიაყენა და მოკლედ მგონია, რომ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. და მერაბმა სხვათა შორის ძალიან ღირსეულად მიიღო ეს დამარცხება. ხო, რომ ისო ჩემზე ძლიერი იყო დღესიანიო. ვერასაც ვერ ვიტყვით იანზე და რაღაც მიზეზებისებნა არ დაიწყო და თავის თავს დააბრალა და. ხო. კარგია, მთავარია სწორი დასკვნების გამოტანა. კი. მოკლედ მერაბს წარმატებები. და აგერ ჩვენი დარწმუნებული ვარ დაბრუნდება. შემდეგი ბრძოლა ხო, აი. აქ ხა განათება ცოტა შევცვალეთ და აი ეს, არ ვიცი ჩანს რომ მერაბის ხელმოწერით კეპი. რომელიც პირადად ჩემ პოდკასტში იყო სტუმრად, მაშინ გადმომცა. გიგა ჭიკაძის ბრძოლა მოდის, მალე. გიგაც ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, ერთ-ერთი პირველი UFC-ში და ესეთი რომელიც ჟღერდა და რაღაც ყველა ალაპარაკა საქართველოზე, ეს ჯერ კიდე გიგა ჭიკაძე იყო და ძალიან მინდა რომ გიგამაც მოიგოს ეს ბრძოლა და კარგად ჩაეროს ყველაფერმა. მე სხვათა შორის გიორგიმ დამაწყებინა UFC-ს ყურება. მანამდეც უყურებდი, ოღონდ მარტო ქართველებს უყურებდი ხოლმე, როგორც ესეთი პატრიოტი. აი ხა რაღაცებში ვერ ყვევინა. ხა ისრაელ ადესანიას ჭუბები და არის ერთი ამბავი. ხო. ხო, მაშინ ისრაელ ადესანია პიკში იყო. მეგონი ერთად უყურეთ იმ ბრძოლას ადესანიამ რომ პერეირა დაანოკაუტა. კი. ის ისტორიული ის რა. კი. ხო, დილით მას მე დილობით გაღვიძებ. ის ხუძაძე რო ბრძოლებს უყურეთ. კი. კაი, რა არ გავიღვიძო იმებს, ფეხსაცმელებს ისვრი და მაინც გამეღვიძება რა მნიშვნელობა აქვს. ხო, ჩუმად ყურება ძნელია. ხო. შემდეგი ამბავი, რაც მოხდა ამ კვირაში? ხო, შემდეგი ამბავი არის ესეთი გრანდიოზული ამბავია, Netflix-ის, HBO-ს და Warner Brothers-ის. ო. რა სიტყვი შენ? მე მგონი ყველა მიცის ახლა არ ჭირდება ამას. Netflix-ი ყიდულობს. Netflix-მა იყიდა HBO და Warner Bros-ის, თორსა რა თქმა უნდა, რაღაცა სტუდიები,
ხო. კინოსტუდიები შეიძინა, მოკლედ ძალიან გაიზარდა Netflix-ი ამ ახალი იმით, რომელიც რაღაც 9 წელი უნდა თუ 9 წლიდან წელიწად 9-მდე დასრულდება ეს პროცესი და Netflix-ზე უკვე კარგიორ ენთუზიაზმი შეგეძლება ნახო. Game of Thrones-ი შეგეძლება. Game of Thrones-ი, Friends-იცო. კი ბატონო. Big Bang თეორიაც, Big Bang თეორია არ არ ვარფანი. ნუ ერთი სერია უცადე შეიძლება მე ვიყავი ესეთ ხასიათზე, მაგრამ კაია, მაგრამ არ ვიცი. არც მე არ მოგხსნა. მოკლედ მაგარი ბევრი კაი სერიალი დაემატება და თან რაც თავარია შიდა წარმოება ექნება თავისი Netflix-ის უკვე ბევრი სტუდია ექნება და ესეთი რეჟისორები და პროდიუსერები და მსახიობები იქნებიან Netflix-ის განკარგულებაში, რომ ბევრად კარგი პროდუქტის სერიალების და ფილმების გადაღება შეიძლება. Netflix გახდა ძალიან დიდი. იმედია, იმიტომ რომ ამ ბოლო ხანებში Netflix-ის რაც ვნახეთ, აი ნაგავი იყო რა, რასაც ქვია. ფილმებზე მაქვს ლაპარაკი. ფილმები ხო. აი ეს რომანტიკული კომედია ჟანრი ხო საერთოდ აღარ არსებობს ესე მოკვდა. კი. აღარ არის. ხო და შეიძლება რაღაცა წამოვიდეს ჩვენ დავიდეს ესეთი გართობა გადავწყვიტეთ ერთი თვე ალბათ რომ ეს ვლაპარაკობდით რომ ალბათ რომანტიკული კომედია რამდენი ხანი კარგი არ გამოსულა და მოდი ვნახოთ ახლა რეები გამოდის. დავიწყეთ ყურება ერთს უყურეთ ძალიან ცუდი იყო, მეორეს უყურეთ ძალიან ცუდი იყო Netflix-ზე ძირითადად და მე დავიწყეთ იმით გართობა რომ რაც უფრო ცუდი რომანტიკულ კომედიას ვიპოვიდით რომ მე გვეყურებინა რაც ცუდი იყო და ამით ვერთობოდი. კი, მაგალითად ლინცი ლოჰანის სამი ვნახეთ ლინცი ლოჰანის. სამი, არ მესამეს აღარ უყურეთ მე მგონი. ორს გავუძელით და მესამეს ვეღარ. აუ აღარ მახსოვს ხო რაღაცა ის უშინარსო შინარს აღარ მახსოვს ხო და ყველა შემდეგი უფრო უარესი იყო ვიძახდი თუ ეს აღარ უნდა იყოს და კიდევ უფრო ცუდი იყო ხო კი ეგ მახსოვს რაღაცა ვირუსი დაგვემართა და სახში ვიჭექით ვისხედით რა გვეკეთებინა არ ვიცოდით და შევყევით ცუდ ფილმებს ხო რა სიტყვი იმაზე პლურიბუსზე სერიალების გახსენებაზე ხო პლურიბუსიც ვილაპარაკოთ სპოილერები იქნება ხო ვისაც ნანახი არ გაქვთ მე-6 სერია გვაქვს ჩვენ ნანახი 6 სერიის სპოილერი იქნება ჩეპტერები მითითებული იქნება და შეგიძლიათ პირდაპირ გადაახტეთ პლურიბუსის მონაკვეთს მე მოვნიშნავთ რომელი იქნება კიდე რამე ჭრაც რო იყოს რო სპოილერი იქნება ჯობია მე მგონი აი 3 წამი ვაცადოთ რომ გამორთონ გადართონ დუმილი 1 2 3 დავიწყოთ მოკლედ ბოლოში ვკვდება ის თორემ ხო ეხლა ამ სერიაში გაირკვა წინა სერიაში ხო ამ სერიაში გაირკვა რომ ეს ადამიანები ანუ ისინი და გადარჩენილებიც როგორ დავარქვათ ეს 12 გადარჩენისაც ეს ვირუსი არ შეეხო და დანარჩენი სამყარო თუმცა დანარჩენი სამყარო იკვებება ადამიანებით რომ ერთმანეთს ჭამენ გარდაცვლილ ადამიანებს ჭამენ იმიტომ რომ ჭამენ ცოტა ისეთი ხო ამუშავებენ ფხვნილად გადააკეთებენ ხო სითხე სითხის სახით მიიღებენ ხო ხო და ამბავი არის რომ თითქოს თქვათ ისეთი კეთილებიც არ არიან მე ესეთი ეჭვები მანამდეც მქონდა მაგრამ ეხლა უფრო გამიმტკიცდა რომ თქვათ ეგეთი კეთილებიც არ არიან როგორც თავს წარმოაჩენენ რა მე ბევრნაირი ის მაქვს მაგაზე აზრი მაქვს მაგრამ ეხლა მაგის განხილვაზე რო წავიდეთ მთელი პოდკასტი მაგას დაეთმობა მე უფრო სხვა რაღაცა მაინტერესებს შენ მოგწონს კი აი მომწონს ყველაფერი მომწონს სახეობებზე არ არის აღარ არის ლაპარაკი უკვე ეს ხალი რა გვარია და მომწონს ლია სიჰორნი მე მგონი თორმე ნუ Better Call Saul-დან მოყოლებული ძალიან Better Call Saul-ის კიმ ექსლერი ძალიან მომწონს კარგი მსახიობია სცენარი გადასარევია არაფერი არ აკლია უბრალოდ რაც დრო გადის ყოველი მომდევნო სერია არის უფრო და უფრო გაწერილი ხო ანუ თითო სერიაში ესე ალბათ ხო რა გღია ხო ძალიან შემოდის ხო ხმაური მოიცა ერთი არ არის ღია ბაზარი ჭრა გავაკეთოთ მაინც შევამოწმე ანუ თითო სერიაში ხო აი მნიშვნელოვანი არის თითო წინადადება ხო ახალი ამბავი ხო აი რაღაცა ერთი წინადადებით მივიწევთ წინ რა ხო და არ უხდება ესეთ ჟანრს და ესეთ სერიალს ესეთი გაწელვა ჩემი აზრით არ ვიცი ჩემი სუბიექტური აზრია ეგ
მე არ მსიამოვნებს რომ უყურებ. რა არის, იცი, ჩემი აზრით, ხო, ცოტა გაწელილი არის, მაგრამ ძალიან ისეთი ფილოსოფიური თემატიკა არის. ეს თვითონ რაც ხდება რა, პლურიბუს სიუჟეტი რაც არის. გასაგებია. ხო და მარტო აქ ის კი არ არის რომ რა ხდება და აბა შემდეგი რა მოხდება იყოს იდეაში სამყარო რო ასეთი იყოს მაგაზე უნდა დაგაფიქროს და რაღაცა კითხვები გაგიჩნდეს და ალბათ ჩანაფიქრი იყო რომ უფრო მეტი დრო გქონდეს რომ რაღაცებზე იფიქრო მის მიღმიერ რაღაცებზე ვიდრე უბრალოდ სტორის უყურო და აბა შემდეგი რა მოხდება და სულ დაძაბულ მდგომარეობაში გამყოფოს რა ნელი მაგიტო არის რომ რაღაცა ამბებს შორის ფიქრის მეტი დრო გქონდეს ალბათ თითო სერია საშუალოდ რამდენი ხანი გრძელდება 50 წუთი არ ვიცი ხო ალბათ ну კაი 1 საათი მაქსიმუმ კვირაში იდება 1 სერია როგორღაც ვიფიქრებ ხო ზეო თავდება მე სხვა დრო იქ რაღაც notification-ი მოგივა ტელეფონზე იქ რაღაც დაგირეკოს ყურადღება გადაგაგ შემდეგ სერიამდე შეიძლება აღარ გაგახსენდეს ეგ თემა და იქ რო უყურებ ფიქრობ რა რაღაცებს ალბათ ჩანაფიქრი ეგ ხო არა ჩემთვის გაწელილი არა ჩემთვის გაწელილი არის რაღაც მომენტებში მაგრამ აი ისეთია რომ აი ეს ვერ იტყვირობს მომბეზდა და შემდეგს აღარ შევხედავ შემდეგ რო გაბო მაინც შევხედავ არა რა არის ხოლმე გაწელილები რომელსაც მიჭირს ყურება და მე ვანებებ ხოლმე თავს იმიტომ რომ გაწელილია მაგრამ ეს ისეთია რომ აი მაინც შევხედავ რა მაგალითად აუ გამახსენე რა ერქვა ეს სერიალი რა უყურებდით მონსტრები ისა from ხო ფრომში ხო არაფერი არ ხდებოდა იყო ეგ აღარ შევხედეთ არა მე არ მომბობ რომ არაფერი არ ხდება ხდება და კარგადაც ხდება როგორც ხდება მომწონს ყველაფერი მომწონს უბრალოდ ვიტანჯები ისე იწელება ყოველი შემდეგი სერია გლიჯე რა თქმა უნდა მიკროფონს აი დღე ბოლო სერიას გუშინ უყურეთ ხო ხო მან დამაფიქრა კიდევ ერთხელ რომ მოგეთ ესეთი აზრი გაგვიჩნდა, მე ვსაუბრობდით, რომ ეს ვირუსი არის იმისთვის, რომ კაცობრიობა გადაშენდეს. ხო. და ამას აკეთებენ კოსმოსიდან მოსული სიგნალი გადაიქცა ვირუსად, ვისაც არ აქვს ნანახი და ყურებას არ აპირებს. გადაიქცა ვირუსად, ადამიანებმა სიგნალი გაშიფრეს რა არისო, მიხვდნენ რომ რაღაცა DNM-ის თუ რაღაც RNM-ის იყო ფორმულა, თუ რაღაც მოკლედ ვირუსის და გააკეთეს და ამ ეს ვირუსი მოვიდა მთელ დედამიწას და ყველა გახდა ძალიან კეთილი. ომები აღარ არის, არავინ ერთმანეთს აღარ ებრძვის, ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ყველას ესეთი ცნობიერი კავშირი აქვს, მენტალური კავშირი ერთმანეთთან და სამაგერად ისეთი კეთილები და პაციფისტები არიან, რომ ცხოვრებს აღარ კლავენ, სცენარებსაც კი ვეღარ აზიანებენ, რომ ნაყოფი მოწყვიტონ თუ ვაშლი არ ჩამოვარდა და უკვე გადაშენების პირას არიან. ხო, სამაგერად ადამიანებს ჭამენ. ხო, ადამიანებს ჭამენ, გარდაცვლილ ადამიანებს გარდაქმნიან საკვებად, იმიტომ რომ აი ყველაფერი მოიხმარენ მაქსიმალურად რომ არ გადაშენდნენ. ხო. მაგრამ უდგათ ის საშიშროება მაინც რომ 10 წლის გადაშენების საშიშროება უდგათ და აქ ესეთი ის ფილოსოფიური ამბავი ეგ არის, რომ ბოროტება საერთოდ მოაშორეს ადამიანებს და ეგრევე გადაშენების პირას დადგა კაცობრიობა. ან როგორც კი რაღაც ბალანსი დაიღვა სიკეთეს ბოროტებას გაგცუს და რაღაცებს შორის, ეგრევე კატასტროფის პირას მიდიან და ის სერიალში ამბობენ, რომ იქაური გათვლებით 10 წელი დარჩა კაცობრიობის არსებობის. ხო და აი მაგაზე დაგაფიქრებს რა, კიდევ ერთხელ სამყაროში ბალანსი როგორი ცხოვრებაში ადამიანი არსებობს ცხოვრებაში ხო ეგრე არის უნდა იყო კეთილი უნდა იყო კარგი ადამიანი უნდა იყო მაკეთკენ უნდა ილტყოდე რაც უფრო კი ეგრეა მაგრამ რაღაცა ზედმეტად კეთილი და ზედმეტად გულუბრყვილო თუ იქნები ვერ გადარჩები ხო დაიჩაგრები და ბევრი ცუდი რაღაცა მოხდება მოკლედ რა. ანუ რაღაცა ბალანსი გჭირდება. ამ განსახიდან ასე ჩანს მოკლედ რა, რომ ანუ მე არ მჯერა რომ ესენი ბოლომდე კეთილები არიან და ზუსტად ისე იქცევიან, მე მგონი რომ ხელსაყრელ მომენტს ეძებენ, რომ დარჩენილი 12 ადამიანიც მოაქციონ თავისებურად. ეხლა იკიევნებიან რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ძალით გადმოგიყვანოთ ჩვენსკენ. ხო. მაგრამ
როგორც კი საშუალება შეეძლებათ მაგის გაკეთება, ეგრევე იზამენ. გონია ცოტა თვალთმაქცევენ კი აჩვენებენ ესო ჩვენ ტყურის თქმის საშუალება არ გვაქვს და ასაც ესენი ეკითხებიან დანარჩენი 12 ისინი ყველაფერს გულწრფელად პასუხობენ და ეუბნებიან რომ კი ვცდილობთ თქვენც ჩვენაერად გადაგაქცევთ და დაგავირუსოთ, მაგრამ არ ვიცით როგორ, რატომღაც თქვენ არ გჭირთ არაფერი და არ გემართებათ ვირუსი და როგორც კი ვიპოვით, ამას ვიზამთ ეუბნებიან. მე აღმოჩნდა რომ მიაგნეს გზას, მაგრამ საჭიროა რომ იმათი რაღაც ბიოლოგიური ნიმუში აიღონ და ეს გააკეთონ ვირუსი, მაგრამ თქვენ თამაშგარში ვერ ვაკეთებთ, ამიტომ გაჩერებულები ვართ, მაგრამ მგონია რომ ეს ას დროებითია და რაღაცებს ეთამაშებიან. ხო, იმიტომ რომ თავიდან როგორ დაიწყეს, სულ არ უკითხავთ არავისთვის, ისე კოცნიდნენ ერთმანეთს და ისე გადასდეს. ხო, კოცნით გადადიოდა და ხო. ამიტომ თავიდან საერთოდ არ აინტერესებდათ ეს და მე უცებ რატო გახდნენ კეთილები არ ვიცი. მაგრამ საინტერესოა საით წავა რა და ხო, ჩემი აზრით ვინს გილიგანი მოკლედ არ არის ესეთი ხელწამოსაკრავი ტიპი, რომ ესეთი ბანალური სერიალი გააკეთებინა, მაგალითად როგორც From, სადაც რაღაც მოიგონეს ინტრიგა, ეს რაღაც მონსტრები დარბიან გარეთ ღამე და მე მგონი მე-4 სეზონი გადის ახლა და კიდე არ გარკვეულა რატო დარბიან და ვინ არიან. არაფერი თან, ანუ წინ არ მიდის საერთოდ არაფერი რა. ხო, შეიძლება რაღაცა გაირკვეს, რაღაცა ვითარდება და დიდი აზრია ჩადებული თან 10 წლის წინ დაუწყია ამის წერა. კი, თან მგონია რომ აი როგორც Breaking Bad-ია ესე იტოტება და ბევრად დიდი რაღაცა ხდება მე აქ კიდევ სცენარი იმის საშუალებას აძლევს რომ კიდევ უფრო დიდი რაღაცა გააკეთოს ბოლოს რა და თან საიფაის გამოცდილებაც აქ ვინს გილინას Breaking Bad-ის და Better Call Saul-ამდე X-Files-ის შემქმნელი იყო. კი ბატონო. აი დევიდ დუხოვნი თუ გამოჩნდა ასე ფლორიბუსში. ხო. ისე Netflix-ის და ხო, ისე Apple დარჩა ესეთი ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტი Netflix-ის. გაერთიანდება. ბოლო ხანებში განსაკუთრებით. ხო, მაგალითად Severance-ი. Severance-ი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია. Studio საოცრება იყო. ორი ხელი ამიწევია. ორი ხელი ამიწევით როგორ არის გამოთქვა? სტუდიოსთან აი არანაირი პრეტენზია არ მაქვს. სტუდიო იყო, არ ვიცი. აი ძალიან დიდი ხანი ეგეთი კარი კომედია არ მინახავს. ალბათ White Lotus-ი იყო. ყველაფერი იდეალურია. ძალიან კარგი ჰუმორი იყო. ხო. და მაგრამ White Lotus-ი თათ კომედია არ არის. ეს არის აი წმინდა წყლის სატირა, კომედია, რომელიც აი რამდენიმე სერია იყო, პირდაღებული ყურავდი უკვე. კი, არა, ყველანაირად კარგი იყო. ტექნიკურადაც ხოსასწავლად იყო გადაღებული. ხო, თამაში პერსონაჟების ტემპი იყო რაღაცა საოცარი, აი არ ვიცი, სასწაული იყო. მართლა ვისაც არ გაქვთ ნახე, აი The Studio, ესე ქვია. The Studio, ხო. კარგი. აქცენტი თუ თქვენ. ხო, The Studio. კიდე რა გვაქვს? Newseption. ხო, ახალი წელი და Mariah Carey-ის პირველი ხო, პირველად გაისმა უკვე All I Want for Christmas is You. გიოს ეზიზღება ეს სიმღერა. მოლში მოვისმინე მე. მოლში გავიკეთე. ჩართული, ხო. ვის არ ეზღება? ვინმე არის, ვისაც უყვარს ეგ სიმღერა? არა, აი მე არ მიყვარს, მაგრამ ესე არ მეზიზღება როგორც ჩვენ. ცუდ გაჟრიალებს ხოლმე გესმის. რაღაც ის არის, აი ზაზუნას დღე რო არის ფილმი, ეგეთი ეფექტი აქვს რა, როგორც კი დაიწყება საახალწლო მორთულობები და რაღაცა და დადიხარდა ეს ისმის, აი 2014 წელია თუ 2026 დგება, აი უკვე რაღაც ერთნაირი ხდება ყველაფერი ახალი წელს დეკემბერი. კი. ხომ ზუსტად ერთნაირი. სხვადასხვა მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ახალი წელი და მიყვარს დეკორაციები საახალწლო, არ მიყვარს აი ეს რა ქვია, რაღაცა საახალწლო თუ საშობაო ისტერიკა რა, აი რაც ხდება. მოლში რო ვეღარ ჩახვალ და მაღაზიაში რო ვეღარ შეხვალ და აი რაღაცა სასწაული რო ხდება და მაგით დავიწყებ ადრე ყველაფერს. აი შაშა ნოემბერში დავიწყე. კაციშვილი არ იყო. მე რამდენად გავარტყე ხელი? არ ვიცი. მიკროფონს. Home-ში შევედით. გამოვზიდე იქიდან ყველაფერი. თან ფასდაკლება იყო რატომღაც მახსოვს რა, კაი ფასდაკლება იყო. ნოემბერში გავაწყო ყველაფერი. მახსოვს ალფი რომ მოვიყვანეთ. უკვე იდეალურად მორთული სახლი გქონდა. ხო, სად არის ალფი? მართლა უნდა მეთქვა რა, წინა პოდკასტში ეს ალფი გავიძახით და არ ვამბობთ ვინ არის ალფი. ჩვენც ვინა ვართ დიდათ არ გვითხოვს. ხო, არც ეგ არ გვითხოვს. ეხლა შენ ესია თუ ვინ ხარ შენ? შენ ესია თუ ისე გიცნობს ხალხი და მე ვარ გვანცა ფუტკარაძე. გვანცა, ჩემი მეუღლე პროფესიონალი პიანისტი. პიანისტი. კარიერა, პიანისტის კარიერით გაგიცნო ხალხმა. ხო. შენი ინსტაგრამი და შენი დამოუკიდებელი YouTube არხით და მთელი ამბით და
პედაგოგი. ვლოგერი ახლა უკვე და ყვანცას ვლოგიც წაკე პროექტია ჩაშვებული კროსფიტერი და ახლა უკვე პოდკასტის წამყვანიც. ხო. მაგრამ ამაზე მე ჩემ პოდკასტში მოხვალ იქ ვილაპარაკოთ. ნონსებ უკვე? კი, იქ ვილაპარაკოთ ვინ ახარ შენ და რა გინდა საერთოდ. უნდა მიმიწვიო შენს პოდკასტში? კი, და უნდა დაგპატიჟო. გადავხედავ ჩემს განრიგს თუ მე. გადახედე ხო, ჩახედე და რომ მოგეცლება ამ თვეში. ხო და ალფი არის ჩვენი ფისუნია, კატა. ჩვენი ბრიტანული კატა. ხო, ფისუნია ცოტა ისეთი ნათქვამია, წარმოიდგინე რაღაცა პატარას და არის უზარმაზარი, ძალიან მსუქანი. დაუცნაური, ანუ ჩაწერას რო ვიწყებთ, ხვდება რომ ხელი ანუ ყოველ ჩაწერის წინ აქ ესენი აკეცილია ასე თქო სტუდია და ვიწყებთ გაშლას, განათების აწყობას, კამერის დადგმას, შუქები, რაღაცები, დეკორაცია. აი სუფეხებში გიბლანდება დარბის აქეთი. კი, წეგან ვასწორებდი. რეკზე ჩავთავ დავაჭერთ და საერთოდ მიდის დაწובה იქა და ხელს არ გუშლის. ხო. არა და მინდა რომ ერთხელ რაღაცა შემობაჩუმდეს როგორც იცის ხო. ალფი დაუძახება. ალფი სცინავს. არც გაგაგონა. არა ხო და იმედია ერთხელ შემოვა ესე არ ვაძალებთ რა ესე არის აღზრდილი რომ თვითონ. ჩემ არ ყურს კამერებთან და. ხო მოკლედ ხო რა მერა კერი ისა კერლეს ვისპერი ჯორჯ მაიკლის და ის ჯინგლ ბელსიც მერა კერი როგორი სიმღერა აქვს რაღაც. Let it snow არის კიდე ეგეთი და მოკლედ ხო ნუ ის წვენი გაიბურღება მომდენო ერთი თვე მაგრამ შეგვებული ვარ ახლა რას ვიზამთ რა. შენ მოკლედ ის ხარ გრინჩი ხარ ხო? შეიძლება ითქვას. აი უჟმური. რა თქვი? რაღაც გამპროტესტე და უჟმური ხარ ესე იგი. ყველას უყვარს ახალი წელი და შენ რატო არ გიყვარს? ახალი წელი კი არ მიყვარს არ არის, მაგრამ მეზარება ხომ და აი შეიძლება თქვა ეს ისტერიკა და ისაც მოყვება რაღაცას მე რაღაცებს ვაკეთე. ახალი წელია ეს არ ვქნათ და რაღაცებს აკეთებ და აი მეზარება ხომ. რასაკ აი შარშა რა გააკეთე ისეთი რაც ჩვეულებრივ არ აკეთებ. აი რაღაცები და ვიყიდოთ მორთულობა და აი იქ ნაძვის ხე და იქ რაღაცა და იქ რაღაცა. მე მაგაზე შენ ხო არ წუხდები, მაგას ხომ მე ვაკეთებ. კი ბატონო, კარგი. არ ვკავათებ, როცა გელაპარაკ. და ეს ის ბრალია, მე რა ბრალია, UFC-ის ბრალია პროსტორეთ. არა, ხოთეშორის წინა პოდკასტში სამთქა გელაპარაკებ. წინა პოდკასტში იმიტომ რომ დავიწყეთ დილით სტუდიის აწყობა და ღამე მოვრჩით და ჩავწერეთ. აი, ეხა ის ამბავი ვთქვათ. ჭერში ის რო ყავდა, რატატუი რო ყავდა. ეს ახალი ამბავი ამ კვირის კი. ჭერში ყავდა ვირთაგვა. რა უცადეთ რომ გაგვეგდო მოგეშორებინა ესეთი ისტორია არის რაღაცნაირი როგორც დასასრული აქვს ესეთი ამ ისტორიას და ეპიკური რაღაც ხო კინო დასასრული აქვს მოგეთ მოვიყვანეთ დერატიზატორი ესე იგი ეს ვინც თაგვებს და ემებს მოღრღნელებს ებრძვიან რაღაც ამლები დააწყვეს იქ ისქნეს რჩევას მოგცემთ რომ კიდე ის დებილობა რო არის რომ შეაერთებს დენში და ვითომ ბგერებს გამოსცემს და აფრთხოს ხო აღარ მოეკარება აქაურობასო და ანუ ხელში დავიჭირე რომ მივხვდი რომ ეს არ მუშაობდა ესეთი აფასიანი ის ქონდა ვიზუალი უგეთ არაფერი არ იმუშავა და ბოლოს დავუგეთ ესეთი ვერანდაზე დავდეთ ხაფანგი, სათაგური, პროფესიონალური, არ ვიცი როგორია, ხო? ჰუმანური მე უფრო ვიტყოდი. ისეთი სამსახურის იმას გამოვართვით ადამიანს, რომელიც მაგაზე სპეციალიზებულია დაიჭირონ ეს ბონდ ისე ცოცხლად. ხო. ანუ არ კლავს რო შედის, უბრალოდ იკეტება. ყუთია და შედის ეს ყუთი იკეტება და შეგინი ცოცხლად არის და ნუ დავიჭირეთ ეს როგორც იქნა კაი მოზრდილი. კაი მოზრდილი იყო მამაჩემა აი ბოდიში გაწყვეტინებ რა აი რაღაცნაირი მიუხედავად იმისა რომ ყველანაირი ცხოველი ძალიან მიყვარს აი შეგრძნება ვერანდა გვაქვს თან რა რაღაცები გვიწყვია ვერანდაზე გავდივართ ხედავთ ხოლმე ხან ჩაის სვამთ ხან ყავას სვამთ მოკლედ დიდ დროს ვატარებთ ვერანდაზე და რო წარმოვიდგენ რომ თაგვი და კიდე გავარტყე. თაგვი და ვირთხანუ, აი ძალიან საყვარელია ჩემთვის მღრღნელები ძალიან მიყვარს, მაგრამ მაინც სიბინძურესთან და რაღაცა
1000 დაავადების გადამტანთა ასოცირდება რა. და ესე ახლოს რო არის, აი სულ რაღაცა შიში მქონდა, რომ იქით ალფი არის, კატა ყავს და მოკლედ რა. მინდოდა რომ აი ოღონდ აღარ ყოფილიყო და ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი რა. მაგრამ რო დავინახე ამაში დაჭერილი ამ სათაგურში. აი ისე შემეცოდა, ხო, ისე შემეცოდა, რომ ცრემლი მომადგა თვალებზე. ხო, მოგეთ ესეთი ამბავი იყო მე მამაჩემმა, აიღო ეს გალია და მამას გავიყვანო და მეთქი როგორ რჩევებიც ისეთი იყო ძალიან ბრუტალური, ვინც გვირჩია, რომ როგორ უნდა მოკლა მე რაღაცაში, ანუ ვერცეთი ვერაფერი ვერ წარმოვიდგინე, რომ შეიძლება და გვექნა. ვერ წავედით რა, რომ აი ესე როგორ უნდა მოკლა ესე ბრუტალურად. მე დაიჭირე ხმა, მაგრამ მე რა უნდა ვქნა რა. და მამაჩემმა წავიყვანო, სადაც კორპუსისგან მოშორებით ადგილას გაუშვებს ტყეში დაახლოებით. თან ეს ვირთხაც შეიძლება ვირთაგვაც რო გამოუშვეთ, მე მოგიტრიალდეს და ესეთი აგრესიულებიც არიან, შეიძლება კმენაც ადროს. ხო, შეიძლება შეშინებულზე კმენას ადროს. თან ჭირხელში ჯოხი რო თურმე ჩავარტყაო. რომ მიიტანა იქ მთელი გზა ესე იგი რომ მიქონდა, ხმას არ იღებდა ეს დაჭერილი შეშინებული იყო შიგნით, საერთოდ გაჩუმებული იყო. კაი შორს წაიღო ფეხითი არა. რო დადო ეს გალია, კარი უნდა გაიღო, ხმას არ იღებდა და მე იფიქრა რომ ესეთი კლეტკა აქვს, რა ქვია, მაგას გისოსები, ამ გალიას რა, რომ იფიქრა რომ იქნება გალიაში როც არის, მაშინ ჩავარტყა რაღაცაო რა და ისე მოკლა უცბად სიკვდილი, რომ ნაკლები იწვალოს რა. ხო და ეს მიყურებს ამ ხნის განმავლობაში და ვეძებ გარშემო და რაღაც არმატურის ნაჭერი ეგდო, რომელიც უკვე გისოსებში გაეტეოდა და შეიძლება უკვე შიგნით ჩაარტყა რა, ისე რომ გარეთ არ გამოიყვანა და როგორც კი წავედიოდა ეს გისოსები, ანუ ეს არმატურის ნაჭერი ავიღე და მოუტრიალდიო, ატეხაო შიგნით აი ისტერიკა რა, რომ აი რამენერად გაქცეულიყო, ატეხა ერთი ამბავი, ანუ ეს მიხვდა რომ იმან მამაჩემმა ანუ არმატურა რო აიღო, ეს არმატურა უკვე მისთვის იყო განკუთვნილი. მის მოსაკლავად და ნუ ჩავარდა ერთი ამბავი ატეხავა და მამაჩემმა შემეცოდაო ესეთი ამბავი რო ატეხავა და ვეღარ ჩავარდგა და მოკლედ გაუვოკარები და გამოვარდა და გაიქცა ეს ვიტყვა სადღაც რაღაცა ბუჩქებში სადღაც შევარდა და ესეთი ამბავია, მაგრამ ნუ იმის მერე გუში მოხდა ეს ამბავი და რამდენჯერმე გამახსენდა რომ როგორ მიხვდა ეს ცხოველი რომ სადღაც ნივთი რო აიღო იმ ადამიანმა ეს მის მოსაკლავად იყო განკუთვნილი, იმიტომ რომ მანამდე მილიონი რაღაც მოხდა, ისიც შეიძლება შეშინებოდა, მაგალითად ვერანდიდან რო გამოვიტანეთ და გავიტანეთ გზაში კატა დაინახა და რაღაცები ხდებოდა, მაგრამ არაფერზე ეგეთი რეაქცია არ ქონდა რა. ძალიან ჭკვიანი არსებები არიან. კი და თან ის გამახსენდა. რაღაცა ვირთხა თაგუში ასოცირდება, რომ აი სადღაც სოროში უნდა იყოს, დაბლა უნდა იყოს, კანალიზაციაში უნდა იყოს და ეს ყავდა ჭერში. ანუ ჭერში ისმოდა ხმა და გამახსენდა მე 6 სართულის კორპუსი სახურა. რატატოი გამახსენდა. მეტად მეჯერა. რატა თან ეს ხომ მაგრა გავს ბრიტანული. ხო და ჯერი ყოველთვის დაბლა სადღაც სოროში იყო ხოლმე და რატატო იმიტომ გამახსენდა, რომ რატატოი ეგრე იწყება, ეს ბებო რო არის სახლში, ანუ ბებოსთან არ არიან და ჭერში ცხოვრობენ რა. და ეს საყვარელი ვირთხუნია არის. ხო, მოკლედ ესეთი დასასრული აქვს, რომ ალბათ ცოცხალია კიდე ეს და უკვე არ დაბრუნებულა, ხმა აღარ გავიგია. თან მე ესეთი სენტიმენტები, იმიტომ აქვს თაგვების და თაგვების და ვირთხების ხოლმღრღნელების მიმართ, რომ მე თვითონ შინშილა მყავდა. რაღაც მიზეზების გამო მომიწია გაჩუქება. ეს ცოტა მიიწია ახლოს. მომიწია გაჩუქება, მაგრამ ეხა ბევრად უკეთეს პირობებში არის და ბევრად უკეთესად უვლიან და ბევრად კარგად გრძნობს თავს. და ეს ჩემი შინშილა იყო ძალიან საყვარელი. ძალიან სასაცილო ხარ მაგას რო სოხო. ხო და ძალიან ჭკვიანი იყო. ომე ის ისტორია მოუხევი მაყურებელს. რო გამებუტა? რო გაგებუტა. ხო, რაღაცაზე საკმაოდ ისეთი იყო, ხმაურიანი იყო რა და რაღაცას ვაკეთებდი, შემაწუხა ძალიან და ვეჩხუბე, უყვირე. გაიბუტა და გალიაში დაჯდა ჩემ ესე სახით კედლისკენ.
მომიშვირა ზურგი. ზურგი გაქცია. ხო, ზურგი შემაქცია. ნუ აი ხა შინშილას გაბუტვა რა უნდა იყოს მეთქი და ის უყვარდა ეს დავადოთ ის კადრები როგორ გამოიყურებოდა ეგ შინშილ უფრო სადაცილო მე აი ძალიან სუქანიც იყვირო წარმოიდგინო რა. ესეთი დიდი ფუმფულა კუდით და ესეთი ტაკოები ქონდა ძალიან სუქანი და ჩირი უყვარდა, ვაშლის ჩირები უყვარდა. დედაჩემი თვითონ უკეთებდა, რომ რაღაცა ისეთი არ მოგვეტანა რა, თვითონ დედაჩემი უშრობდა. ვაშლის ჩირი. ხო გიკეთებს ხოლმე დედაჩემი. ხო და ეს ვაშლის ჩირი ავიღე და ვფიქრე ვაჭმევ მეთქი და აქედან მივეცი, იქიდან მივეცი, ნუ არ მართმევს რა. მე ეს შევჩხიკინე თითით რომ მოფერებოდი, ნუ რეაქცია არ აქვს. და მე კიდე ვეცადე რომ ეს ვაშლის ჩირი მიმეცა რა, იმიტომ რომ ძალიან ვიცი რომ ძალიან უყვარს, აი მტაცებდა ხოლმე ხელიდან რომ ვაძლევდი. და გამომართვა ეს ვაშლის ჩირი და მესროლა. აი ისეთი სასაცილო მომენტი იყო რომ აი არ ვიცი როგორ არ მქონდა კამერა ჩართული მაგ მომენტში არ ვიცი რა და ესეთი ხასიათის ეს იყო ადამიანი. ხო, სახელიც კაი ქონდა. კი, კრატოსი ერქვა. ქვია. აი კრატოსის გამო. კი, კრატოსის გამო. God of War-ის კრატოსის გამო. God of War-ის კრატოსის გამო. ეგეთი ხასიათი გამოავლინა თავიდანვე თუ? კი, ესეთი იყო ძალიან მებრძოლი იყო, მეომარი იყო. მაშინ აქტიურად თამაშობდი იმას ვიდეო თამაშებს, ესე ქვია ხო? სწორია. PlayStation-ზე და მაგას თამაშობდი მაშინ როცა მოვიყვანეთ და დავარქვი კრატოსი. და ეს დედაჩემი მეუბნებოდა რომ ეს კრატოსიო რამ ხელსახელიაო რამე მოკლედ აგერქმიაო და ბოლოს ისე შეუყვარდა რომ კრატოსი კოს ეძახდა. აბა თქვენს ხო გქონდათ ადრე სახლში თაგვების შემოსევა? აუ ეს რა კრატოსის ხმა მოუშვი. თაგვების შემოსევა ძალიან უცნაურად გქონდა ჩვენ რა. ერთი ახალი წელი იყო. თაგვის წელი თუ ვირთხის წელი რა, ვირთხის წელი მოდიოდა. ვირთხის წელი მოდიოდა. არა, ეს იყო ძალიან ადრე რა, პატარა ვიყავი მე. და ახალი წლის ღამეს, აი ეს ვირთხის წელი რომ მოდიოდა, დედაჩემმა დაიჭირა 7 თუ 8 თაგვი. იმ ღამეს, ანუ ახალი წლის ღამეს. თან ისე რომ აი იმ პერიოდში აღარ იყო საერთოდ უკვე ეს ბუნკერები და ისინი რომ აღარ იყო და რაღაცები, როგორღაც ეს პრობლემა რომ აღმოფხვრეს და კორპუსის ბინაში. ხო. და 7 თუ 8 თაგვი დაიჭირა იმ ღამეს და მე მეორე დღეს, ანუ მეორე დილით კიდევ რამდენიმე დაიჭირა. სადღაც აი 10-12 დაიჭირა რა. და ანუ იმის მერე არ ყოფილა. და დედაჩემს თან ის აქ ფობია აქვს თაგვების ეშინია. არა, რატომ მაგრა ეშინია 10 წელი თუ დაიჭირა. ეს მეზობელი ეხმარებოდა თორე თვითონ ვერ დაიჭერდა. ხო, სხვადასხვა მომრავლდა თაგვები ამ აქეთა უბანში, სხვა კორპუსებიდანაც ისმის ჩივილები. ხო. რა გვაქვს ნიუსებში არის კიდე რამე? ნიუსებში მე მგონი განვიხილეთ ყველაფერი რა. ყველაფერი არა, მაგრამ რაც ეს. ხო. შენ გქონდა რაღაცა ნიუსი? კაი გამახსენდა. მოიცა. მე გითხარი მე მოგიყვები ჩაწერაზე თქო ერთი ეს მოვინიშნე ეგეთი ამბავი სათაურს წაგიკითხავ. ზაცილო. კიდე გავარტყე. ესეთი სათაურია კაცმა მომაკვდავ გველს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და გადაარჩინა. ეს მოხდა ინდოეთში. ეხა ფოტოს ამოვანათ ეს ფოტოც არის. აი ესეთი. ეს მგონია ბერავს. ანუ უკრავს. გველზე უკრავს. ინდოეთის გუჯარათის შტატში თავიდან გურჯაანი წავიდა. ინდოეთის გუჯარათის შტატში მამაკაცმა გველი გადაარჩინა, მას შემდეგაც ელექტროშოკს დაექვემდებარა. ესეც მაგარი. კაი, ამის შესახებ ინდიან ექსპრესი წერს. გეტყვი ელექტრო ალბათ დემა დაარტყა გველს. ხო.
და ამან ხოლმე ეგ წინადადება გაიგე ელექტროშოკს დაექვემდება რა. ხო და ეტყობა მაგმან დაიჭრა რა. ელექტროშოკს დაექვემდება რა არის არ ვიცი. გონება დაკარგული გველი ფერმერებმა შენიშნეს. მათი თქმით რეპტილია მათ თვალწინ 120 ბოძზე მივიდა ელექტროგადამცემ ხასთან მიიღო დენის დარტყმა და 4.5 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მუშებს გველი შეეცოდა და დახმარებისთვის ახლოს მცხოვრები მაშველი მუკეშ ვაიადი გამოიძახეს. გაითიშა. ის ახლოს ცხოვრობდა სწრაფად მიირბინა, მაგარი დეტალებია. შეფოს ადგილზე ვაიადი განსაზღვრა, რომ მის წინ ეგრეთ წოდებული ვირთხის გველი იყო, ნახე აქაც ვირთხა. ეს გველი არ არის შხამიანი, ამიტომ მან მისთვის უსაფრთხოდ შეძლო ხელოვნური სუნთქისა და გულის მასაჟის ატარება გაიახლა. ნახევარწუთიანი შეუწყვეტელი მცდელობის შემდეგ გველი გაცოცხლა და ბუჩქებში შეძვრა. გულის მასაჟი აღარ არის გველის. რატო არა ხა თუ იცოდა ადამიანმა გველისთვის როგორ გაეკეთებინა გულის მასაჟი? სადა აქვს გული როგორ დამიხდია? მაგრამ ხელოვნური სუნთქვა ის არის. კარგი ნიუსია. მართლა საჭირო ნიუსი იყო. ის რო არის ეს საყვირი რო არის ჩაბრია და რო ეს რო იშლება და რა ყვირის. შეიძლება იბერება და იჩუტებოდა ეს გველი. რა ქვია მაგას? არ ვიცი მაგას, არ ვიცი. სახელი იქნება მაგას თალკე. ნოუცებს გამახსენდა ბუშტებს რო ბერავენ ხოლმე რაღაცები. ხო. წარმოიდგინე ეს ერთი წუთის განმავლობაში ეს გველი დუფ გასწორდებოდა ეს გაიბერებოდა და ჩაიფუშებოდა. ეს სარეკლამო ტიპები რო დგას ეს რო იფუშება და იბერება. ეს ფარტყალებდა გველი აბა. მაგრამ შენ იცინე და კი გადაარჩინეს გველი საწყარი. გველი გადაარჩინეს. ყოჩახ გველის მაშველს. გველის მაშველი რაღაც ნაწარმოები შეიძლება იყოს. კაი, გოყო მე მგონი. კი. ახალი ამბები. გადავიდეთ მაყურებლის კომენტარებზე? უი, გადავიდეთ. ეს იქნება ჩემი საყვარელი ისა ბლოკი. სანამ ლანძღვას არ დაგვიწყდა. გავხსნათ ვიდეო. მეც გავხსნე. სულ თავიდან დავიწყოთ? ხო. გიგა X9 პირველად subscriber-ში ვარო და წარმატებები 100 კეცმალე მომელოცოსო. მადლობა გიგა. მე იყო ანა გაგოშიძე, ბევრი წარმატება თქვენო. ანა გაგოშიძე ჩემი კლასელია. მადლობა და მოგეთქვა. უირა კაია წარმატებები ჯაფარ ახმო ყველას გვიყვარსო. მახარ. მადლობა. ჯაფარ წარმატებებიო, თიკო ჯაფარიძე. თამუნა, აუ რა კაიაო. ეს ნახე მარტო ჯაფარ წარმატებებიო? მარტო? ანუ ჯაფარ წარმატებებიო, თუ ჯაფარ გულები და წარმატებები ორივეს გვეხებოდა. ხო, ეგ წავიკითხე ძალიან. განვიხილავ მე. შენ იმას კენი სხვანაირად ხო წერია? ხო. რა დადებით და ნათელი ყოფილა ჯაფარას გვანცაო, აი. მირანძი ალბათ ესე იკითხა. ხო. გვანცას ჯაფარა ხო თავისთავად კი ვიცი. მოკლედ სწორად გქონდათ ჩვენი იმედი გადმოვაგდით აქეთ ჯაფარას პოდკასტელები წარმატებებიო. აი მე რო თქვი შენი პოდკასტის მაყურებლების იმედი მაქვს მეთქი. მადლობა. არ გქონდა. ძალიან კარგი გარემოა და გვანცა ყოფილა უსაყვარლესი თამუნა. ეხლა შენ ლანძღონდა დამიწყო. ხომ არ იცით ეს სახშილანაირია და კამერების მიღმა. შენი საკონტროლო წითელი შუქი კამერაზე არ გამოგაიჭიშოს. რო ითიშება ხმა აქვს რაღაც. ერთი ხმა აქვს. ქვედა ოფისია ზედა ვერ მივხვდი, ანუ ეს წინაზე რო ვიკითხეთ, მივხვდებით ეს რა არის თქო. ზედაზეც ხო გვაქვს პასუხი? კი, ზედაზეც არის. ეს იყო ვილიამი, ვინც გამოიცნა ქვედა ოფისიდან არის ეს პოსტერი ნახატი. ვილიამ ასევე წარმატებებიო. HI7 არ ვიცი როგორ იკითხება. წარმატებები ალბათ თქვენიც არ გაჩერდეთო, მადლობა. ნათია ჩემი ის კომენტარი, მადლობა. წარმატებებიო ასევე, მადლობა. ეს ხო იც მიდემე, ალბათ იც მედემე. ის კაცი კრამერი უნდა იყოს, ვაი ტაილერ დურდენმა გამოიცნო ის კაცი კრამერია იქით. კრამერი არის საინფელდიდან. ბუჩქებში რო იმალება, კი ბატონო. ვისაც არ გინახავთ, საოცარი პერსონაჟია. უყურებთ საინფელდს და გამორჩეული იუმორის, ფიზიკური იუმორის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი вообще история საერთოდ. ზურა კახობერაშვილი. ჯაფარას ერთგული ვარო, მადლობა ზურა. ნიკოლა არტ მოიწვიეთ იმავე დასახელების სერიალის გმირები, მუსკულების სერიალის გმირები იგულისხმება.
სიამოვნებით მოვიწევდით, რო გავფართოვდებით. კი და ვაპირებთ. მესამე მიკროფონს ვიყიდით. აუდიო ინტერფეის, რომელშიც მესამე მიკროფონი ერთდება და ამ შემდეგ ადგილს, სადაც კიდე ერთი სკამი ჩაეტევა უბრალოდ. კი, ფიზიკურადაც შესაძლებელი კი, სტუმრებით აუცილებლად გვეყოლება ხოლმე შემდეგ. მუსკულებს შენც უყურებდი ხო? ჩემი საყვარელი სერიალი იყო, კი. კი, მეც უყურებდი მუსკულები, კარგი იყო. და მახსოვს, რომ ცოტა გვიან გადიოდა. პატარა ვიყავი მაშინ, 10 საათზე გადიოდა. და დედაჩემი მიშლიდა ხოლმე ყურებას, იმიტომ რომ უნდა დამეწინა და ჩუმად უყურებდი ხოლმე. ხო, ჩვენი სახელის მაქედან მოდის რაღაც ეს მოუყევით წინამაში. თქვით მოგონი ხო მოკლედ. რაღაც მუსკულების სიმღერა რო დავადეთ რაღაც ჩვენ ვიდეოს ხუმრობით, სადაც ლოგო რაც არის ახლა რაღაც ხუმრობით გადავიღეთ ფოტო და მე rills და აქედან წამოვიდა. 77-ე გამოწერი ვარ რომ Animus 252, 77-ე გამოწერი რომ ასკაზე ახალთ მე ვიტყვი, აი მე ჯერ კიდევ იმ დროიდან უსმენდი ამათ წარმატებები. მადლობა Animus. ნინო ბუტკარაძემ წარმატებები, მადლობა. მადლობა. დავით გოშაძე, Stranger Things-ის ბოლო სეზონის მეოთხე სერია მგონი სასწაული იყო. დრანცი მიყვარხარ ძალიან, ჯაფარას რესპექტი, ყველა ჩენელზე შენთან ვარ წარმატებები, ბურვაკასგან. აი, ჩემი მამიდაშვილია. მოკითხა, ბურვაკ. მოკითხა. წარმატებები ძალიან მომეწონა და მიესალმები კარგი წამოწყებას, თუ საიდუმლო არ არის, ზეითი იღებთ ვიდეოს. ეს მორთიზი, აქვე რეპლაი გავუკეთე, თუ თავშანში გაწყეთ ტექნიკური დეტალებით, ჩვენი კამერა აღწერეთ. გიგა X9, აი კიდევ ერთი გიგას პირველი კომენტარიც გიგას იყო მეგონი. არ ვიცი თუ არა, მაგრამ ის გილიგანის ახალი სერიალი გამოვიდა პლურიბუსი, სიამოვნებით მოვისმენთ თქვენ სადაც სერიალის შესახება. უი, ნახე ეს კომენტარი არ მახსოვდა რომ პლურიბუსზე მოის, კი ბატონო. მეგონი ნახევარი პოდკასტი პლურიბუსზე ვილაპარაკეთ. Human Cat 111 გამომწერი ვარ, 111,000-ზე ყოფილიყავი. 111 გამომწერი ვარ და 111,000-ზე ყოფილიყავი. რანეთ შეიძლება ორივე იყო. არო, გისურვებთ რომ 111,000-ზე ყოფილიყავიო. ეხა მივხვდი. Human Cat, მადლობა. არა, მოიცა ცოტა ეს არის ოღონდ. ავიჯერეთ. ორივე ერთად როგორ იქნება? 110,999-ზე როა? ხო. შეუძლია unsubscribe და მე დაიწყოს კიდე ერთ და unsubscribe. გიორგი გოგიშვილი, ტოპ მადლობა მიღებულია, კაი კაცი ხარ, ყველგან თვალს გადავნეთ, ბოლოს და ბოლოს საუკეთესო კაცების გვერდი ხარ, რაღაცნაირად მეუხერხულება ეს საკებარი კომენტარების კითხვა რაღაცნაირად გამოდის. ნახეთ რეებს გვიწერენ ხალხი. რატომ მე სალანძღავებსაც წავიკითხავთ? სალანძღავების საკითხვა არ მინდა. საუკეთესო ამდენი წლებია თვალს გადავნეთ, ბუნებრივები ხართ. შენს გარეგან უჟმურიერს, აი, დააბალანსა, შენს გარეგან უჟმურიერს, შენს ძალიან საყვარელი პარტნიორი კარგად აბალანსებსო. აბა წარმატებებიო. მადლობა. აი შემჩნია ხალხმა რომ უჟმური ხარ. კი. უჟმური და ესე დაგვირქნია პოდკასტისთვის. უჟმური და? შენ როგორ იყავი? აქ იყო ერთ-ერთი ნათელი. უჟმური და ნათელი. აი ეს ლედი და მაწანწალა რო არის ისა მულტფილმი ეგეთი. კი ბატონო, უჟმური და ნათელი. ხო და რატო არ გსიამოვნებს? მე შეიძლება რაღაცა კითხვები იყოს, რაღაცა იყოს. არ გსიამოვნებს კი არა, რაღაცა ეს არის რა, ნახეთ რა ხალხო რა კომენტარს ვიწერე. არა, ეს პირველი რახან იყო, პირველი. შემდეგში აი კითხვები რაც იქნება ხოლმე, ან რაზეც ვიტყვით, რომ აი დაგვიწერეთ, გთხოვთ დაგვიწეროთ და რაღაცა საინტერესო კომენტარები რაც იქნება. არა, სხვა კომენტარებსაც წავიკითხოთ, მაგრამ მოკლედ. ხო. ჯეკო ტაბადაძე ჯემინი მართალიაო, აქ საუბარი იყო ჯემინიმ რო გვისურვო, მე მგონი რა ზამთრას მივახცევთ, ხო? მადლობა, ჯეკო, თორნიკე ჭანტურია, 115 claiming my ticket-ო, ანუ 115 გამოწერი ვარო, დიდი მადლობა, ბეჟან მატაში და ლაიქიო, დიდი მადლობა. სოფო ჯო, თქვენ ჰოტოპ, მაგრამ გარემო გულწრფელად ძალიან კაია. ჩემი ბიძაშვილი. მოგითხო? გარემო, მოგითხო სოფოს. გარემო მეგონი ხა უკეთესია ვიდრე პირველში იყო. კი, იმიტომ რომ რაღაცები შევცვალეთ. შევცვალეთ განათება და გავასწორეთ გამოსახულება. განათებას რაღაც კურსტარული რაღაცები გავუკეთეთ, სანამ ის ჩამოვა მის შესაბამისი რაღაცა რაც თქვია და
გიორგი ლომიძე, My People, გიორგი მოგითხვა ამერიკაში. მიხარია წამოწყება, მაგრამ თან არ მინდა ჯაფარას პოდკასტს რამე დააკლდეს და რაღაც გაურებული ემოციები მაქვს ყველაფერი წარმატებები. ეს არის ჯორჯ 27 ჯაფარას პოდკასტს არაფერი არ მოაკლდება. მუშაობთ მუხჭაურხლად, ვაგრძელებთ, ნუ სპონსორები თუ მოაკლდა, მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი მხრიდან არაფერი არ მოაკლდება. ახალი წელი მოდის და კაც ვარცის რა იქნება. იქნება არ ვიცით. ჯორჯ 27 ChatGPT მაგრად მატყუებს რაღაცებს 20 ეს იგივე კომენტარია. 2-3 ჯერ მაინც სჭირდება კითხვის სხვადასხვა კუთხით დასმა. პირველ კითხვას ცოტა ხანში მგონია დამსინავს. ხო. კი. ხო, ამიტომ ჯემინიზე გადავედი. ჯემინის აუხსენი რომ ყოველ პასუხს რასაც გამცემ იყოს ეცადა იყოს ფაქტობრივად გადამოწმებული, კარგად აფიქრდით ხო? მე double check გააკეთე მეთქი, ანუ კიდე გადამოწმე და მე მიპასუხე მეთქი და იმის მერე შეწყობილებ ხო? რაც არ უნდა ვკითხო, აი რაღაც Instagram-ზე ეს გაიჭედა და როგორ უნდა გავაკეთე, ყველაფერს მონება. რა ხან შენ გინდა ფაქტობრივად გადამოწმებული და კარგად მოფიქრებული შეკითხვა, ამიტომ პასუხობ ასეთ შეკითხვას, ყველაფერზე ესე მეუბნებოდა და დღეს ვუთხარი რომ ამას ნუ მიმეორე გასაგებია რომ პასუხობ და ყველა პასუხზე ნუ მიმეორებ მეთქი. რაღაც მესწრებოდა, აი ესე მეგონა ცოტა. ირაკლი ჭხობაძე გონება წარმატებებიო, მადლობა ირაკლი. Peregrine Tuk. Yeah, really, life is a podcast and God is within it and all the spiritual and all the cool people and all the cool stuff and beer and drinks and so. არ ვიცი. მადლობა Peregrine. ია thumbs up-ები და გულები, მადლობა. მაიკო ანაშვილი მიყვარს ორივე წარმატებაო. მოკითხო მაიკოს. მოკითხო მადლობა. ნინო ეჯიბაძე, მადლობა გულებისთვის. LFG Leith Langley, let's fucking go ალბათ ესე ითარგმნება. კარგი გარემოაო, მადლობა. LA გელა, ვერ გითხულობ მე. არ გჯაჯავთ, მაგრამ ეს გვეუბნება თეკლე პედროვი. არ გჯაჯავთ, მაგრამ კარგები ხართ, ეს აგჯაჯ, მაგრამ მე ხო სიცილი, ანუ გაიხმურა. კარგები ხართ, ყოდრო გარემო პოდკასტები გჭირდება. ბევრი წარმატება და გამომწერიო. მადლობა დიდი. ლადო გერენიძე კარგი იყო, გინდა შენ კარგი ზოა წაკითხვა? ხო, დაიღალე? კი. წყალი მომწყურდა. აი, უშმორი ხარ თქო რომ გეუბნები, ამას გულისხმობდი. როგორ შეიძლება ესეთი კარგი რაღაცების კითხვა დაგხალოს? შენ დაგითმე. მადლობა. მაგნესაც ლადო გელენიძე კარგი იყო წარმატებები. ლალი ტყეშელაშვილი. სანამ ვუყურებდი, მანამდე დავალაიქე და გამოვიწერე ჯაფარას გამო, რადგან სპორტიდან ძალიან შორს ვარ და სათაურით მეგონა რომ სპორტზე იყო, მაგრამ კარგი იყო, მომეწონა ბოლომდე გისმინეთ და წარმატებები. დიდი მადლობა. ხო, ეს სხვათა შორის მე დავფიქრდით ამაზე, რომ მუსკულები რო ჰქვია. ლოგოც ისეთია, ესე კუნთებს ვამარიაჟებთ და მუსკულებს. ხო, მუსკულებს. როგორ გავაკეთოთ ისე რომ ხალხს არ ეგონოს რომ მარტო სპორტზე იქნება, არ ვიცი უკვე. ლოგო უნდა ლოგოზე ჩვენი თავები შევცვალოთ, სხვანაირი გავაკეთოთ. მაგრამ სახელად მუსკულები. ჩაუშვით უკვე ბრენდი და ახლა კაი ხო, მაგას ვამბობ როგორ. თუ ალბათ უკვე დაიბეჭდა მაისურები ჭიქები რაღაცა. კარგი. მოკლედ სპორტზე არ არის. სპორტსაც განვიხილავთ ხოლმე, მაგრამ სპორტზე არ არის. ვიყურებს უკვე იცის იმან. ხო. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ერთი ამას უნდა თქვით საყურებელი. ხატია ბენიძე ამბობს ამას. დიდი მადლობა. ნათია ჭოჭუა წარმატებებს და ბევრ გამომწვევს გისურვებ. ძალიან სასიამოვნო მოსასმენი საყურებელი იყო. აი, საყურებელიო. შენ რო თქვი ჩაკეცავენ და არ უყურებენ. ორივე ძალიან კარგი ადამიანი ხართ და ერთად კარგი წყვილი. ის ქიმიაც ჩანს ჯემინიმ რაც გითხრათ. ვისურვებდი თქვენი გაცნობის ამბის გაგებას. ასევე თქვენს ხედვას დღევანდელ ვითარებაზე საქართველოში. ისეთი ფორმატია წესით ყველაფერზე ღიად რომ შეგიძლიათ საუბარი. ხო, საქართველოში დღევანდელ ვითარებას რაც შეეხება, მოკლედ ვიტყვით. ვისურვებდი თქვენი გაცნობის ამბის გაგებას. ხო, ყველაფერზე ღიად შეგვიძლია საუბარი, რავი, არაფერს არ ვერიდებით, უბრალოდ გვინდა რომ უფრო სუბუქი და სახალისო იყოს რა, და როცა ძიმე ვითარება, ძიმეზე სახალისოს ვერაფერს ვერ იტყვინა. ხო, არა, ჩვენი აზრი აინტერესებს და ჩვენს აზრს მოკლედ დავაფიქსირებთ, რომ საქართველოს ვითარებაში რას გულისხმობს? საქართველოს ევროპულ მომავალს დასავლური კურსი? ვემხრობით, ხო. ეხლა რაც შეეხება ჩვენი გაცნობის ისტორიას. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი 2 წლის წინ კაცების ლაივზე. 2 წელზე მეტი არ იცოდა. ხო, ისე მოხდა, რომ მოკლედ კაცების ფანი ვარ ძალიან ბევრი წელია.
და ისე მოხდა რომ ერთ-ერთ ლაივზე ბილეთი ვერ ავიღე. რაღაცინებს. ყველა ლაივზე ვიღებდი ბილეთებს და დავდიოდი კაცები ლაივებზე. და ერთ-ერთ ლაივზე ვერ ვიყიდა ბილეთი. ვერ მოვახერხე, ვერ მოვასწარი და კაკაბამ შემომთავაზა რომ თუ გინდა კულისებში შეგიძლიაო მოხვიდეო და კულისებიდან გვიყურაო. მე რა თქმა უნდა, ესე ნაგლად გავვარდი, მივიღე შემოთავაზება და კულისებში რომ მივედი, იქ გავიცანი გიორგი. შემდეგ კაცებმა მიმიწვიეს სტუმრად გადაცემაში და ნუ აქედან დაიწყო ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობა. კი ბატონო. რამეს ხوار დამატებდი? არაფერს არ დავამატებდი. ხო, საკმაოდ ისე სწრაფად განვითარდა მე შემდგომში და აი, ახლა პოდკასტი გვაქვს. ეს ჩვენი გაცნობის ისტორია. თოლქმარს. ხო. კი ბატონო. ნათია 31-26. რაღაცნაირი მშვიდები და ლაღები ხართ. მომწონს ეს მდგომარეობა რომ მოგაქვთ. მადლობა. მადლობა. 20 something girl. კალატოსთან და ნიასთან პოდკასტი იყო, თუ არ ვცდები, გიორგი იყო სხვა სტუმრებთან ერთად. თავიანთ ემოციებს აზიარებდნენ კობის ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ხო, ეს კობრიანტი ვახსენეთ წინა წინა ეპიზოდში. მახსოვს გიორგის საუბრისას თითქოს თვალები უცრემლიანდებოდა, ეტყობოდა რომ მართლა დაწყდა გული. იგივე ემოცია მქონდა პოლ უოკერზე, ვერც კი წარმომედგინა რომ ასე ტრაგიკულად შეიძლება დაღუპულიყო. თან საკითხავი წიგნების სერიას აქვს კობიზე წიგნი, სხვადასხვა ადამიანის მიერ მოყოლილი 91 ამბავი კობიზე. მასზე პირველადი შთაბეჭდილების შესაქმნელად კარგი წიგნია. ხო, არ ვიცი ეს წიგნის ხათაშორის. მადლობა კომენტარისთვის. გაჩუქებ მაგწეგს. მე მგონი მინახავს, ხო? წაიკითხე. ხო. კი ბატონო. კახა აბაშიძე, ყოჩახ ჯაფარ. მადლობა. მარტო ჯაფარ, ხო? რა არის? ცოტა უნდა მოინდომო შენც. ვეცდები. სოფიად. კარგია და გული. მადლობა. ზურა ფიროსმანიშვილი. ძალიან მაგარი იყო, უშუალო, შინაურული და ოჯახური გარემო იგრძნობა პოდკასტში. თითქოს ჩემ ოჯახის წევრებთან ერთად ვარ, იმდენად კარგი გარემო გაქვთ. წარმატებები და არ გაჩერდეთ. დიდი ძალიან მადლობა. დიდი ეს ჩვენი მიზანიც ეს იყო, ესეთი გარემო შექმნილიყო. და როგორც ჩანს გამოგვივიდა რაღაც იყო რამდენიმე ესეთი კომენტარი, ხო? გინდა გავგრძელო? როგორც გინდა. არ მეგონა რამდენი კომენტარი თუ იქნებოდა, რომ კითხვისას დავიღლებოდით. დავიღლებოდი. არა, თუ გინდა გავგრძელო. TKM Calvert, არ ვიცი ეს წერია რაღაც. სულაც არ გამკვირვებია, თითქოს გელოდით, გულები, კარგები ხართ. მადლობა. მადლობა. 221 ნომერი ვარ. ეს ისე არაფერი, მაგრამ იქნებ პირველ 300 გამომწარში კარგია რომ ხარ. დოდო კრეატივ ალბათ, არ ვიცი. მადლობა დიდი. პირველ კრნა 9 ტივი, კრ 8 ტივი უნდა იყოს Creative. გიორგი რიგიშ. პირველ ვიდეოზე მინდა რომ ჩემი კომენტარი დარჩეს, ხო და დარჩეს ეს. კი ბატონო, მადლობა გიორგი. მეორეზეც თუ დარჩება მეორე კომენტარი. აქაც დარჩეს. გვაქვს ადგილი. რა პონტია ეს ნახვები და არ დასაბსკრაიბერებიტო. გიგაური. მადლობა, ანუ რა არის რომ უყურებთ არა subscribe-ეთ და გთხოვთ თუ გამოიწეროთ არხი. ეს თავიდანვე უნდა გვეთქვა. ხო. თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, გთხოვთ თუ არ დაგეზაროთ, ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ვიდეოც ლაიქი მიარტყათ იქ. აკაკი დუალ. გილოცავ ახალ დღეს. ეს ის არის ხო? მადლობა, ხო, ეს წინა ეპიზოდიდან იყო. ხო, ახალ წელზე რო ვლაპარაკობთ და ხო. აჰა, კახა აბაშიძე, ეს შენი სექტიდან არის ტერმინატორი, თან მე მაქვს ზედმეტ სახელად ტერმინატორი. ანუ აქ რო ვიკამათეთ სტალონე თუ შვარცნეგერი. ხო და მე მაინც გავიტან ჩემსაც და აქ დავკიდებ. ჩემსკენ არის, მადლობა. აქ დავკიდებ როკის პლაკატს. და დამიდექით გვერდში. როკის კი არა, პლაკატი კი არა, უბრალოდ ის პოპი გავაკეთე როკის დითავიანი ვარ. ისე დაჩაგრული ვარ მე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალი არ არის. და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმიც არ არის. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენიც არ არის. შენი საყვარელი და ეს არ არის, ფედერერი არ არის. ხო, მაგრამ შენ იმასკენ იზარმაცე. მე რატო ვიზარმაცე? ხო, Game of Thrones-ის ჭიქა გინდოდა რომ ქონოდა. Game of Thrones-ის ჭიქა მინდოდა. მე რაღაც არ მოვიძიეთ, სათანადოდ არ გამოვიწერეთ, ან რაღაც გვექნა. აღარ იყო რაც მინდოდა ის და რამე. სა გვექნა Amazon-ზე ვიპოვოთ და გამოვიწეროთ თუ გინდა. მაშინ რაღაც უნდა ჩამოხსნათ, ჩავტიოთ ამდენი საპლაკატი. მე დავატევ, აი ნახე. კი ბატონო. ეს იყო ჩვენი კომენტარები. არა, მორჩა? კი.
კიდე ჩემი კომენტის ოპინიული კომენტარი რა. შენი ოპინიული თუ შეგეშალა რა. ხო, წიაზე შემეჩალა 39 ტრილიონი უნდა მეთქვა და 29-ს ვიძახდი. ორჯერ თქვით. ორჯერ თქვი, იმიტომ რომ გადავიღალე. მოკეთ, მადლობა ძალიან დიდი კომენტარებისთვის. უი, და რა დღევანდელი გვინდოდა? მოცემულობით ხო? რა გვინდოდა გახსოვს თქვა? თქვენი აზრი გვაინტერესებს ვინ გვეყოლება პირველი სპონსორი? ან საერთოდ გვეყოლება თუ არა? დაგვიწერეთ კომენტარებში ვინ მოგვიხდებოდა სპონსორი. ვა, ნახე 2222 ნახო არის ამ წუთას. კაი? 2. ხო და ნუ მაწყვეტინებ. ხო, პირველი სპონსორი ვინ იქნება? ხო. შენი აზრით ვინ იქნება? ჩემი აზრით იქნება სოკარი. სოკარი. რომ სოკართან თანამშრომლობა დაცდილი მოგვს კარგად. კარგია. მადლობა სოკარს. მადლობა სოკარს ჯაპანის პოდკასტისთვის. კაი. გადავიდეთ, მოკეთ, დაგვიწერეთ კომენტარები თქვენი აზრით ვინ იქნება ჩვენი პირველი სპონსორი. ან შეგიძლიათ ისიც დაგვიწეროთ, რომ საერთოდ არ გეყოლებათ სპონსორიო. ან რომელი სპონსორი მოგვიხდებოდა. ხო, რომელი და სპონსორი. მე იმასთან მივალთ, რომ აი ნახე ხალხი იტყოსო თქვენ იყო სპონსორი. ჩვენ კი არ გვინდა, მაგრამ ხალხი იტყოს. ჩვენ კი არ გვჭირდებით, მაგრამ აი ხალხს უნდა. და თუ გინდათ, კაი ხან დაგვასპონსორეთ. ხო. გადავიდეთ შემდეგ ბლოკზე. გადავიდეთ. ადრე რუბრიკა ერქვა ხოლმე. შემდეგი გვაქვს საინტერესო ფაქტები. რომელიც მოგვიმზადა გვანცამ. რომ ამჯერად მომამზადე მე. ჩამოყარე. სიმართლე გითხრა მე ძალიან მომწონს და შენ მოგეწონება თუ არა არ ვიცი. წეს თუნდა მომეწონოს. პირველი არის ესეთი ისტორიული ფაქტი. ხო. დიდი ემუს ომი. გაგიგია ეგეთი ემუ ის არ არის? რა? სირაქლემა? კი. მაგასთან არის კავშირი? ხო. არ გამიგი. 1932 წელს ავსტრალიის სამხედრო ძალები ოფიციალურად გაგზავნეს დასავლეთ ავსტრალიაში 20,000-ზე მეტი ემუს წინააღმდეგ საბრძოლველად. ხო, მე როგორ? ფერმერები ჩიოდნენ, რომ ფრინველები მოსავალს უნადგურებდნენ. ვაუ. ომი გაგრძელდა 1 თვე. კაი რა. წარმოიდგინე. ესე ომი ქვია, ნადირობა. კი, არა, ომი ქვია. ისინიც იბრძოდნენ აქ. ჯარისკაცები ტყვიან ფრქვევებით იყვნენ შეიარაღებული, წარმოიდგინე და მაინც ანუ დამარცხდნენ რა ამ სირაქლემების ტაქტიკის გამო. რომელიც ძლიერები იყვნენ და თან ჭკვიანები და მე ყოველთვის სიმართლე გითხრა მეგონა რომ სირაქლემები ძალიან შტარები არიან. ვაუ. ანუ დამარცხდნენ, ანუ ვერ გაწყვიტეს და ის პრობლემა ვერ აღმოფხვრეს. კი, ანუ იმდენი რესურსი დახარჯეს, რომ ანუ შეწყვიტეს ეს ბრძოლა და ანუ 20,000-დან დაახლოებით 20,000 იყვნენ 1,000 მოკლეს რა. და ეს ერთ-ერთი ამ ავსტრალიის არმიის ისტორიაში ის იყო რაღაცა სამარცხვინო ის იყო. ბრძოლა. ხო. მაგრამ იმათ ისტორიაში პირიქით როგორც გამარჯვებას ისეზე იმობენ ხოლმე სირაქლემები. ხო. ამ დღეს. ფრინველები სწრაფად იფანტებოდნენ მცირე ჯგუფებად სროლის დაწყებისთანავე. და შეძლეს თავი დაეღწია ტყვიაფრქვევებით შეიარაღებული ჯარისკაცებს. ხო, ნუ ეხლა სროლას ვატე ხო გაიფანტება რა თუნდა ის. ანუ ტყვის ხარჯის მაჩვენებელი მეტისმეტად მაღალი იყო ამ ოპერაციის გასაგრძელებლად რა და ოპერაცია გაუქმდა. და ნუ მედიაში ფართოდ გავრცელდა კრიტიკა და ირონიული რეპორტაჟები ამ ომის შესახებ. არ გადადგა არავინ? როგორ? არ გადადგა არავინ? გენერალი თავსარდალი ყოფილიყავ ჯარის რომელიც სირაქლემებთან დამარცხდა მე გადავდგებოდი. ანუ საბოლოოდ ავსტრალიის მთავრობა იძულებული გახდა ემუების პოპულაციის კონტროლისთვის უფრო ტრადიციული მეთოდებისთვის მიემართა, როგორებიცაა ღობეების სუბსიდირება და მონადირეებისთვის ჯილდოების დაწესება. ანუ რა საჭირო იყო ესეთი ამბავი მაშინ ეს თუ შეიძლებოდა? ნაიგარი. მეგარში მთავრობა. რას ხო, მართლა მიგეშვა მონადირეები, ვინც იციან როგორ უნდა მოინადირო და ისინი იზამდნენ საქმეს. ხო, ძალიან სამარცხვინო ამბავია, ხო? ხო, ის იმედი უნდა სად მიდიხარ, ომში რომ მიდიხარ და ომში სირაქლემები უნდა დავხოცოთ და მე როგორ უნდა და დავმარცხდით. არა, თან შენი არმია რომ ესე სირაქლემებთან ბრძოლაში ესე მარცხდება, რის იმედი უნდა გქონდეს იმ ქვეყანაში. აბა, ხო, როგორ ის არ მოხდა? არ ჩამოაგდებს მთავრობა მეგონს. წარმოიდგინე.
1932 წელი. ემუს ომი? დიდი ემუს ომი. ნამდვილი ამბავია გადამოწმებულია. ესე ჩემი ჯემინიც ეგრე მაქვს დაყენებული რომ აღწმებს. თვითონ არ მოიგონოს რაღაცები. ხო, ეხლა რომ დაგვიწერონ რომ მაინც მოგონილიაო, მე რა უნდა ვუქნა იმას. ChatGPT-ს ხალხმა. გადავიდე შემდეგზე? კი, ალფი. აი, გაუნძრევლად. გუდულსინავს. მეორე არის ესეთი სამეცნიერო ფაქტი. შეიძლება იცოდე კიდეც. სამეცნიერო ფაქტები ყველა ვიცი. ადამიანის კუჭის მჟავა ჩვენს კუჭში არსებული მჟავა რა, ძირითადად მარილმჟავა იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია საპარსის პირის დაშლა. ეს გაგებული მქონდა კი. მიზეზი რის გამოც ის თქვენს კუჭის ლორწოვან გარს არ შლის, არის ის, რომ კუჭს აქვს სქელი დამცავი ლორწოს ფენა, რომელიც მუდმივად ახტება. ხო. ეგ ვიცოდი რომ დამცავი ფენა გო თავის თავი არ მოინელოს, მაგრამ. ხო. ის გაგებული მქონდა, ხო? წარმოიდგინე. მეგონი უცნაური. ხო, ინტუიციურად ერთს ფიქრებდი რომ ეგრეა, მაგრამ. ხო. შეგვიძლია ბრიტოები ყლაპოთ. კი. ამის შემდეგ შეგვიძლია თავისუფლად ყლაპოთ. ეს ბავშვებმა არ ნახონ. ხუმრობთ ბავშვებო, არ შეიძლება ბრიტვის გადაყლაპო. რაც უდა ამბობს დაგმართებს ბრიტო რო გადაყლაპო. გადავიდე შემდეგზე? ხო. მესამე არის ესეთი ფლამინგოს რძე. ფლამინგოს რძე? ხო. როდესაც ფლამინგოებს ბარტყები ჰყავთ, გამოიმუშავებენ დიდარ მკვეთრად წითელ ნივთიერებას. დიდარს, ანუ ალბათ ნუტრიენტებით. ხო, ნუტრიენტებით, ხო. რომელსაც ჩიჩახვის რძე ეწოდება. ეს რძე გამოიყოფა მათი საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებიდან და შეიცავს წითელ და თეთრ უჯრედებს. მასში კაროტინოიდული პიგმენტების მაღალი კონცენტრაცია ფლამინგოებს ვარდისფერ ელფერს აძლევს. და შესაძლოა მშობლების ვარდისფერმა ბუმბულმა დროებით გაფერმკრთალება დაიწყოს, რადგან ისინი პიგმენტს ბარტყების გამოსაკვებად იყენებენ. და როგორ აძლევენ ამის ხო ეს არის ფრინველი არის და რა ძუძუმწოვარი. ხო და ბარტყებს ხო თვითონ აჭმევენ და იმ ჯირკვლებიდან გამოიყოფა ეს რა. და იქვე უსხამენ. ფლამინგოს რძე არ ვიცოდი და ადამიანი არ მოიპოვებს ნეტა? არ ვიცი. ყველაფერს ჭამს ადამიანიც კი ის არის. და იგივე აქვს წრედებსაც თურმე. ეს ჩიჩახვის რძე. წრედებს? ხედავ შენ. აბა. ეს აკუებავენ თავის ბარტყებს? ხო. საინტერესო ამბავია. არა მე ისევ არ ვიცოდი. სირაქლემებზე მეფიქრება. სირაქლემა მყავს ზოოპარკში ნანახი. კონტაქტური ზოოპარკები რო არის ჩვენთან, ხო იცი? რო შეგიძლია რომ მოეფერო აჭამო. ხო. იქ ნახე ერთხელ და ესე ტაფით. ტაფით შეგეძლო საჭმელი მიგეცა რა. ხო. ხო, ტაფა გამივარდა ხელიდან ისეთნაირად იღებდა იმ საჭმელს, ანუ თავს ურტყავდა ამ ტაფას რა და თავჯერადად დამრჩა რომ ეს სირაქლემა ძალიან უტვინო არსება არის რა. აი რაღაცნაირად იქცეოდა, აი შტერი იყო ძალიან. მეც ეს წარმოგიდგენა მქონდა ხო? ესე ადამიანებთან ომში რანაირად გაიმარჯვეს სირაქლემებმა. შეიძლება მაგათაც ისაუგთ პლურიბუში რო ჭერთ იმათ რომ მე ყველა ერთ ტალღაზე რო ჯდება ერთ აზროვნებაზე მე 20,000 ერთად ჭვიანია. შეიძლება. რა ქვია მაგას სულ ესე ოხსნიან პლურიბუსი აი ისინი რო შვებიან და მაგას რა ქვია hive mind ეძახიან ინგლისურად ანუ არის კარტოთ როგორ იქნება იქნება შემდეგი ეპიზოდის ეს მოფიქროთ თავიანთ თავს ეძახიან ჩვენ ესე ამბობენ ჩვენ ხო ჩვენ მაგრამ hive mind არის ეგ ანუ ერთი ის რო აქვთ როგორც იმას ფუტკრებს ხო მადლობა საინტერესო ამბები იყო მოგეწონა მართლა კი ის გაგებული მქონდა და დასტურდა ბრიტვაზე ემუების ომი ნახდათ არ ვიცოდი და აწვიმე თუ შეიტყვის რომ აი ავსტრალია და რაღაცა ეგრევე გამახსენდება ავსტრალიაზე ეგა ხო და ჩიჩახვის რძე საინტერესო ჩემი უკეთესი იყო თუ შენი მესამეს არ ველოდი ჩემი მაყურებელმა განსაჯოს განჯაჯოს განჯაჯონ შემდეგია მითი რომელიც ან მითები რაც ვიცით დავამსხვრევთ მითი ეგ აქვს შემდეგი ხო
და შენ უნდა მოგეტანა ეს მითი. კი ბატონო. იმეცადინე? კი. ამოვბეჭდე. არ გინდა შენს პლანშეტში როცა იკითხო ხოლმე. ესე მიჩვენია. ძველი ყაიდის კაცი ხარ. აქედან ერთი არის რაღაც ასევე კუჭზე არის და მოდი რა ხარ შენ კონდა სხვას მოვიტან. კიდე ერთი. ესე რო დავჭდა შეიძლება? არ ვიცი ვერ ხედავ. თუ არა ეს თეთურად არ გამოიყურე. იყოს ეს რომ ყველა მოხოიც გავრცელებული ის არის ადამიანს აქვს 5 შეგრძნება. კი, 5 გრძნობა. მე 6 გრძნობაც კი არსებობს ფილმი. და მე 6 გრძნობა ისეთი გამოთქმა რომ აი რაღაც 5 გრძნობა გვაქვს და იმის იქით ეს 5 გრძნობა არის მხედველობა, ყნოსვა, გემო, შეხება და სმენა. ხო. სინამდვილეში ადამიანს გააჩნია ბევრად მეტი. არსებობს სხვადასხვა შეგრძნებებიც. მაგალითად პროპრიოცეფცია. შეგრძნება იმისა თუ სად არის სხეულის ნაწილები ერთმანეთთან მიმართებაში. ვა. აი მაგის შეგრძნება შენი ხელი სად არის ხა აწეული გაქვს დაწეული გაქვს ზურგზე გაქვს ზურგს უკან გაქვს ჯიბეში გიდევს ეს გრძნობა ამას. ეგ ხო გრძნობა არ არის. ნუ იცი გრძნობა ამას. სად არის შენი ხელი ხო გრძნობა? ვხედავ უფრო. ფეხი სად არის? არა თვალები დახუჭო ხო მაინც გრძნობა. ხო. ხელი სად გაქვს ხო იცი? კარგი. ნოციცეფცია nociception ეს თარგმანის ჯემინის თარგმანი არის სწორად არის თუ რა სენსორული ნერვული სისტემის რეაქცია მავნე სტიმულებზე ტკივილზე ტკივილი შეგრძნება არის ანუ ეს ნერვული სისტემა ესეც შეგრძნება არის თერმოცეფცია სიცხეზე სიცივის შეგრძნება ეს რა ის არის რაღაც მეგონა ხა სასწაული რაღაცები იქნებოდა და ვაგავიკვირებ რაღაცა ჩვეულებრივი რაღაცები არა ხო სასწაული ანუ ფრენა კი არ შეუულია ეს კერწელი აქვს მაგრამ ანუ რო ვიძახით 5 გრძნობა 5 გრძნობა 5 არის ბევრად მეტი არის და ისეთივე გრძნობა არის სიცივის შეგრძნება როგორც ყნოსვა ხო გრძნობა უფრო ცივა ტემპერატურა შეიცვალა როგორც გრძნობა რაღაცა სუნია ხო მაგის შეგრძნება არ იქნებოდა კაი ამბავი არ იქნებოდა ხო აი სიცხე შეგრძნება ქონდეს კაი იქნებოდა ეკვილიბრიოცეფცია, წონასწორობის შეგრძნება, რომელსაც ყურის შიგნით არის რაღაც აპარატი ის აკონტროლებს. აქ იყო ჩამოთვლილი ეს კიდე ეს 4 დამატებით და კიდე არსებობს გრძნობები, ასე რომ 5 გრძნობა ეს გამოთქმა არის ფაქტობრივად არასწორი. ხო. მითი კი არ არის ესენიც არსებობს, მაგრამ აი ფაქტობრივად არასწორია რა. არსებობს სხვა შეგრძნებებიც და მომნო დაგვაფიქროს. კარგი. ხო, ესენი იყო პროპრიოცეფცია, ნოციცეფცია, თერმოცეფცია და ეკვილიბრიოცეფცია. ანუ თერმოსეფშენ და ცეფცია ალბათ ესე გადააწერა. კარგი. მივიღებ ამას. ხო, ასე რომ 5 გრძნობა ასე აღარ თქვა ხოლმე. ჩვენი გრძნობები ესეთი. არა, ამებს დავიმახსოვრებ და იმას ვეწყე ხოლმე. კიდევ გაქვს რამე? რომელი საათი იყო რომ დავიწყოთ რამდენია გასული? მე მგონი საათი და რაღაცა არის გასული. და გეზარება კიდე ერთი მიჩი რომ მეთხრა? არა, თან ის კიდე გითხრა შემდეგი ის? არა, არ გვინდა? ხო, მეთქი ერთი იყოს თქო და. კაი, ისტორიიდან მაშინ. კარგი. ეგეთი მითი არსებობს რომ ნაპოლეონ ბონაპარტი იყო დაბალი, ნაპოლეონის სინდრომიც კი არსებობს რომ დაბალ კაცებს მე განდიდების მანია რა შემდეგ. კი. შემდეგში არ იყო ეგრე. ნაპოლეონი არ იყო დაბალი. ამხელა იყო. როცა გარდაიცვალა ესეთი წერია 1921 წელს მისი სიმაღლე ფრანგული საზღვაო ერთეულებით დაფიქსირდა როგორც 5 ფუტი და 2 დიუმი. ეს დაახლოებით უტოლდება 5.6 დიუმს, არ ვიცი, თქვა ფრანგული დიუმის ხანერი იყო და სხვანაირი, მაგრამ მოკლედ 179 სანტიმეტრი, ანუ თითქმის 170. ხო. 170 სანტიმეტრი სიმაღლის იყო. ანუ ჩემ წარმოდგენაში დაბალს რო ამბობენ, ანუ ბევრად დაბალი უნდა იყოს. ახლა 170 არ არის ესეთი დაბალი, რომ ამ კომპლექსები გაგიჩინოს. ხო. ხო და არ იყო რა ესეთი დაბალი, ახლა ნაპოლეონის კომპლექსებში შემოვიდა ტერმინი და ცდარი შეხედულება სავარაუდოდ ბრიტანულ პროპაგანდას უკავშირდება, ან ბრიტანელები ვრცელებდნენ ხმებს, ან იმას, რომ სხვადასხვა საზომი ერთეულები რო ქონდათ, ამან გამოიწვია მის კომუნიკაცია. ხო. ვა. ხო, მოკლედ ეს იყო ორი მითი, რომელიც შეგვიძლია რომ დავამსხვრიოთ. და იმითი რომ აღარ ვახსენოთ ხოლმე. თუ შეიძლება რა, თხოვნა. ნაპოლეონის კომპლექსი აქვს რაღაცაზე რომ იტყვი, აღარ თქვა, იმიტომ რომ არ ქონდა იმ კაც კომპლექსი. თან მაშინ ხო შედარებით უფრო
დაბლები იყვნენ ადამიანები. არ ვიცი, მაგრამ ალბათ არის ეგეთი მოსაზრებაც. ხო, ეგეც ხო მითი არის, რომ რაღაცა ადრე 3 მეტრიანი ადამიანები იყვნენ და ვახტანგ გორგასალი რაღაცა 2 და რაღაცა იყო სიმაღლეში და ხო, აი არ ვიცი, რა ის იმას პირიქით იყო მეკითხა. რეალურად. შემდეგი რუბრიკა. დღის თემა. დღის თემა. კვირის თემა ალბათ. კვირის თემა? ხო. დღის თემა არის. კვირაში ერთხელ გავდივარ. დღის რაღაცა ლაპარაკი რო გქონდა რა და მე მომწონსებ. ერქვას დღის თემა. როგორც გინდა. თემა ერქვას უბრალოდ. რა თემა გვაქვს? უბრალოდ თემა. დღის თემა რასაც განვიხილავთ ხოლმე, ხო უბრალოდ. ეს ამხელა პინი რო შევცვალო არ შეიძლება? წინა იმაშიც იყო ეს ნახსენები, ალბათ არ შეცვლი, შემდეგშიც მაქხილა იქნება. რა გვიშლის ნერვებს? ხო. ძალიან ესეთი ზოგადი რაღაცა არის რა გვიშლის ნერვებს, მაგრამ სინამდვილეში აი ძალიან კონკრეტული რაღაცაებია, რომ დაფიქრდე, რაც გვიშლის ყოველდღიურად ნერვებს. ჩემი არის გამორჩეულად შენ ეგარ გიშლის ხოლმე ნერვებს, მაისური ეს ეტიკეტები რო ფხაჭნის. კისერს აიგარი. სულ აგლიჯავ ყველაფერი. კი, პირველ მაისურს ვხედავ, პირველი ვიწყებ მაგის დაჭრას, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ნერვებს მაწყვიტავს, აი ოდნავ, აი ძალიან ოდნავ რომ რაღაცა გეხახუნება ეს. და სულ მეფხანება მე ეს ადგილი. აი ეს მიშლის ნერვებს რომ ანუ ნერვებს რა მიშლის იცი რომ მაგაზე უფრო მეტად ნერვებს ის მიშლის რომ მაგას უკეთებენ დღემდე ანუ რატო არავინ არ ფიქრობს მაგაზე მაგრამ ნუ მიაკრავ აი აქ რაღაცა შინელებას სხვათა შორის პიკის ტანსაცმელს არ აქვს ეტიკეტები მართლა პიკის მაისური არ აქვს რა მაგრამ ზოგს აქვს ხო რაღაცებია ეხლა ვერ ვიხსენებ უცებ რა რომელია მაგრამ უცებ პიკი გამახსენდა იმიტომ რომ სპორტული მაისური მაქვს და ეტიკეტი არ ქონია თან ის ბრენდითაც არ არის რომ მიხვდე ეხლა პიკი არ ვიცი არ დაკვირვებია მაგრამ აი რაღაც ხო არის მაღაზიებსაც უფრო ხშირად ვყიდულობ ტანსაცმელს რაღაც ბრენდები რომელიც უფრო მოგწონს არის ხომ ზოგს იყიდი არ აქვს მეორე ტანსაცმელს რაღაც სხვა მოდელს აქვს აი რითი საზღვარი მაგას რომ იმას ეკვეთები ამას არა და არ ვიცი კიდე სხვა შენი საყვარელი მსახიობი ხო არის ჯეკი ჩანი ერთ-ერთი და მახსოვს ადრე იყო რეკლამა რაღაცა მაისურების ტანსაცმლის კომპანია ჩინეთში აკეთებდა რეკლამას რომ ჩვენ ისეთი მაისურები გვაქვს რომ ეს კისერს არ ვხაჭონისო და ეს ჯეკი ჩანი აკეთებდა რეკლამას რომ ეს კისერი ეფხანება და ეს თავისებურად რაღაცნაირად იმაშვებოდა არ მახსოვს ეგეთი აი ალბათ ეს 30 წლის წინანდელი რეკლამას გეუბნები და ანუ მაშინაც კი მივიდა სოფლიო და სკონდა ეს კისერზე ჩხაპონის არის დებილობა და ნუღა აკრავთ მაგრამ დღემდე მაინც აკრავენ ეს არ არის ანი ბოდიში კიდე გაწოდენებ რომ ანი აფასიანი ან ძვირიანი ძვირიანსაც აქვს და იაფასიანსაც და ყველას სხვათა შორის ერთი ამბავი მაქვს კიდე ჯეკი ჩანთან დაკავშირებით სავარაუდოდ პიკის საათი 4 გამოვა პიკის საათი 4 აუ ეგარ არის კაი ამბავი რატო რა ბოლოს ის რემეიკიც გამოვიდა ყველაფერი კატასტროფა იყო და ისევ იგივე მსახიობები იქნებიან ჯეკი ჩანი და გავიგე მაგრამ ისევ იგივე მსახიობები თამაშობენ კონჯურინგი 4 არ ვნახეთ გუშინ კარგი იყო ეს ტრაუმირებული ვარ გუშინს მე დაგვაუწყდა კონჯურინგის ხსენება მე მგონი ხო ახალ ამბებში ეგეც ახალი ამბავი იყო კი ვისაც გიყვართ ჰორორები წყევლა ქართულად ესე ქვია ხო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია ნამდვილ ამბავზე ანუ ნამდვილ ამბავზე უგულისხმობ ეს ადამიანები ვინც არიან იქ მთავარ როლში სინამდვილეში არსებობდნენ ეს როგორ ქვია ამას სულებთან პარანორმალურ მოვლენებთან სულებთან მებრძოლები არა ბოროტ ძალებთან მებრძოლები ხო რაცა ესეთი ედ და ლორენ უორენები არსებობდნენ ნამდვილი ადამიანები არიან და ამაც არის რა ლორენ და ედ უორენები ედ და ლორენ უორენ ლორენ უორენი მაგარი რაღაცების გამო მაწყვეტინებ ლორენ უორენი კარგი ლორენ და ედ უორენები ხო ხო და ეს ფილმი არის მოკლედ ამ ადამიანებზე Conjuring წყევლა და აი ყოველი მომდევნო ფილმი უარესი და უარესი იყო რა მაგრამ რაღაცა იმედი მქონდა რომ ეს ბოლო იყო მე მგონი რა ერქვა last rite ბოლო რიტუალი თორე მაგრამ ბოლო ანუ ესე არ იყო რა აი პირველი მეორე უფრო ცუდი მესამე ანუ დიდი ვარდნა იყო აი მესამიდან
ხო. მესამესაც შეიძლება თქვა რომ დღის თემიდან Conjuring-ისგან ხელამდე მივედით, მაგრამ მესამეზე შეიძლება თქვა რომ ნორმალური ჰორორია. კი. მაგრამ მე მგონი მესამე უფრო მომეწონა ვიდრე მეორე. ხო, მახსოვს შენ თქვი, მესამე უფრო მომეწონა. და ეს არ ეკადრებოდათ. გუშინაც ვნახეთ. კი, ყველაფერი აჭრილი იყო, ის სცენარიც აღარ ვარგო და არა და იგივე რეჟისორის გადაღებული იყო, იგივე მსახიობები თამაშობდნენ, მაგრამ რატომღაც აი სერიოზული მარცხი იყო რა. ხო და ამიტომ პირველი არის სასწაული. მე ზოგადად ჰორორი იმიტომ არ მიყვარს, რომ რაღაცა საზიზღრობებზე ვგიჟდები, ანუ ჟანრი უსაშინელებათა ფილმი სხვანაირები მიყვარს, მოკლედ კარგი შინაარსით, რაღაცა სიყვარულზე რო არის, რაღაცას რო გასწავლის და ეს რაღაცა ემოციები რო ზედმეტად მძაფრად არის გადმოცემული რა, ვიდრე შეიძლება ჩვეულებრივ დრამაში იყოს. აი ჰორორში ვგრძნობ ამას, რომ უფრო ჩემთვის უფრო მეტად კარგად არის გადმოცემული, რა თქმა უნდა, თუ კარგი ჰორორია. ხო. მაგიტომ მიყვარს ჰორორები. ეხლა მაგალითად აი ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ახალი ფილმი რო არის, დემი მური რო თამაშობს. ხო, ხო და ეს ჩემი აზრით ახლა ეს საზიზღრობა რო აჩვენო და რაც შეიძლება მეტი ხორცები და სისხლები, აი ესეთი ჰორორები კაი გუძალფი. ხო და რას ემსახურება ვერ ხვდები უბრალოდ. ხო და ამიტომ პიკი საათი 4-იც აი თავს დავდებ, რომ ცუდი იქნება ძალიან. აი ჯერსედი კომედიის მეოთხე ნაწილი არასდროს კარგი იყო. მეორეც აი სარისკვარი ხომ და იშვიათად რომ რაღაცა მეორეც კაი გააკეთოს და მეოთხე აი არ ვიცი. ცუდი იქნება. მე მაინც შევხედავ, იმიტომ რომ ჯეკი ჩანი ძალიან მიყვარს. ედი მერფიც ხო გიყვარს? ედი მერფი მიყვარს. მეფე ნიუ-იორკში თუ რაღაც რა ქვია, არ მახსოვს, მაგრამ მეორე ნახე? კი, ნახე. საშინელება იყო. მე პირველად წუთზე მეც ვერ გავუძერ ესეთ ცუდი იყო. ხო, მაგრამ ხო ჩავრთე და ვნახე ედი მერფის. არა, ესე კი ნახე, მაგრამ ცუდი იქნება. და ჯეკი ჩანი კიდევ უფრო მიყვარს. რატო შერაგიშლის ნერვებს? თემიდან გადავუხვით. არა, არ დაგცინი, უბრალოდ ისეთი არა. თემიდან მე რა მიშლის ნერვებს? მაგალითად მაღაზიაში რო გაწყვეტინებ ხოლმე. კი, ეს. მაღაზიაში დაბმული პროდუქტი. აი რაღაცა. ანუ შენ იმას გულს ხო ტელეფონი რო დაბმული კი არა? აი მაგალითად იმ დღეს რო ვიყიდეთ დამტენი და ის რო არის რა ქვია. ვიღაც რომ და მოვიდეს და მოგიხსნა ბატარეები არის ხოლმე ეგრე. აი ვერ ვხვდები რა პრინციპით არის. აი მაგალითად იმ დღეს აფთიაქში შევედი და ყველაფერი ეყარა ესე დახლზე ყველაფერი ჩვეულებრივად ჩამოკიდებული იყო. ზუსტად მე რაც მინდოდა, საპარსი მინდოდა მაინც და მაინც ის იყო რაღაცით დაბმული და მომიწია ჯერ კონსულტანტს უთხარი, კონსულტანტს არ გქონდა იმის რაღაც გასაღები, მე წავიდა დაუძახა, იმან მე არ მცალიაო, იმან ვიღაცას დაუძახა, ის გლოვოს კურიერისთვის ამზადებდა რაღაცას და ტელეფონს ატვარდი შევჩაწერის დროს. უკაცრავად დამოვიწყდა. პასუხი. იყო ხალხისთვის მე რომ გადავურეკო. და ეს ძალიან მაღიზიანებს. თან აი ვერ ხვდები რა პრინციპით ხდება ეს დაბმა, რას აბავ და რას არ აბავ. ვერ ხვდები რა არის. ხო, მეც ვერ ხვდები. ვიღაცამ ხმა ხონდა მოიღოს. კი, თან ისეთი პროდუქტი, რა პრინციპსაც ვერ მიხვდები, რომ ეს პროდუქტი იქ რატო არის იმაში, რა ქვია, ძალიან იმაში სასმელები არის ხოლმე კიდე. ჩაკეტილი რო გქონდა კარადაში, რაღაცა და ზოგიერთ მარკეტში ესეა. ხო თან ის კი არის რომ ქვეყანაში რაღაც ეგეთი კანონი მიიღეს და ამიტომ ყველა იძულებული რომ სასმელი იყო ჩაკეტილი. ერთ მარკეტში რაღაც კარადაშია ჩაკეტილი, მეორეში თავზეა წყვია. ანუ ამ მარკეტში შედიან და იპარავენ სასმელებს თუ აი რა ხდება. არა, ანუ არანაირი პრინციპი არ არსებობს, იმიტომ რომ წეღარაც თქვი, აფთიაქშიც, ანუ ორი საპარსი იყო, ერთ რა ქვია, რაღაცა რკინაზე ეკი და მეორეზე. ერთზე არ იყო ჩაკეტილი და მეორე ჩაკეტილი იყო. ნეგატივია ისიც მოლარესთან რომ
რაღაც გაიჭედება ხოლმე შენ წინ რიგში ვიღაცას ან პროდუქტს არასწორად გაატარებს ან ზედმეტს გაატარებენ და ვიღაცას რო ეძახიან წასაშლელად. კი, და ძალიან შორიდან რომ მოდი ჯერ დიდი ხანი რო ეძახიან რო არ ესმის იმას არასდროს და მე ურეკავენ. მე ხორაციაში თუ რაღაცა მე გამოვა ძალიან ნელა ის შორიდან არ მოვარე სათუ არ აძლევ მაგას რო იქვექნას მაგას რო ხდა. ხო აი ძალიან ის არის გამაღიზიანებელია ნერვების მომშლელი. კიდევ ბუღალტრები მიშლიან. აი ხლაც მაგალითად ორ კაფეს, ანუ მუშაობ კაფეებში ივენთებზე ვუკრავ. და ამ შემდეგ და ორ კაფეს აქვს ჩასარიცხი თანხა და კითხვა როცა ვუსვამ მენეჯერს კითხოს რომ როდის ჩაირიცხება თანხა, გადაცემულია ბუღალტრისთვის და აი ორშაბათს იქნება. და აი მაგ დროს უკვე მე რამდენი ორშაბათი გადის და მე რამდენი ოთხშაბათი და ანუ აი მე პარასკევი მოდის და კიდევ არ ჩარიცხო და დღეს ეთყობა გვიან ჩარიცხეს და აი ორშაბათს დაჯდება. და ნუ აი ხო, მეც ძალიან ბევრჯერ მქონია ეგეთი ეს. აი მაგლოდინისში რო ხარ და თან აი რომ მიკითხავს ბუღალტრისთვისაც მიკითხავს ეს, რომ რატო შვებით ამას? ეს ხო შენი საქმე. ანუ ხო ეს არის შენი საქმე. რატო? და პასუხი არის ესეთი, რომ მე იმდენი შეკვეთები მაქვს და იმდენ კომპანიასთან მუშაობ, რომ ძალიან მიჭირს რომ ამას გავუმკლავდე და ნუ ესე ხდება. და აი მე მაქვს ერთი კითხვა რა, აი მე ხო პიანისტი ვარ და ვუკრავ ივენთებზე. რაღაცა უკრავ კაფეში, უკრავ რესტორანში და მიკვეთავენ როგორც ერთჯერად ივენთებს, ისე რაღაცა სტაბილური სამსახურებიც მაქვს. ეხლა მე რო იმდენი ივენთი ავიღო, აი ერთ დღეში რაღაცა ერთი დღის განმავლობაში ან თუნდაც კვირაზე გაწერილი იმდენი ივენთი რო ავიღო, რომ ვერ მივიდე ივენთზე. და რო დამირეკავს დამკვეთი და მეტყვის რომ რატო არ მოხვედი ივენთზე, ხო უნდა დაგეკრა დღეს. და რო ვეტყვი რომ ეს მე იმდენი შეკვეთა მაქვს, ეს საცალია ეხლა რომ მოვიდე და დავუკრა შენთან დამაცადე. ანუ იგივე არ არის? ეს ხო ჩემი საქმე, რატო იღებ მაშინ იმდენ პასუხისმგებლობას, რომ ვეღარ გავუმკლავდე იმას? მე რო ვიცი შენ ეგ საქმე როგორ გიხდის ნერვს, სადღაც თუ რა გაგაჩერე ვიცი რომ შენ უფრო ჩავაჭერე ხა. ჩავაჭერე და გადავხვალ იმაზე რა ქვია. ფორმატს გაცდები. ხო, მეც მიყვის ხოლმე ეგ არა, ეხლა ვიცი ბუღალტერი არის გვისმენს და იქნება აგვიხსნა სათო ხდება ხოლმე ასე და გავიგებთ და ნერვები აღარ მომეშლება. ბუღალტრებისთვის მაქვს ნაკითხი და ბუღალტრების პასუხი იყო ესეთი და მე ვერ ხვდები უბრალოდ აი მეც მოვიყვანე მაგალითი. ეს რო ვქნა ეხლა მოსულა ეგეთი რაღაცა? ეხლა დღეს ვერა ხვალ დაუკრავ კაცო რა მოხდა მე რას ქვია მე რო თანხას ველოდები დღეს სიტყვაზე იქნება რა ვიცი ბანკის ვალი მაქვს იქნება და უნდა გადავიხადო ხვალ და რო ვიცი რომ უნდა ჩამერიცხოს ხვალ და არ მერისხება ხვალ რა ვქნა აი ჩემი პრობლემა არის რომ შენ იმდენი სამუშაო აიღე რომ ვეღარ უმკლავდები მაგას კი აი განსაკუთრებით იყო ხოლმე ადრე როცა რაღაცა რეკლამებზე მუშაობდით და რაღაცებს ვიღებდით ხოლმე რომ ელოდები ჩარიცხვას რომ მე რაღაც პროექტი კიდე ერთი ნაბიჯი წაიწიო წინ და მაგ დროს ვერ ღებულობდი პასუხს რომ ან როდის იქნება ან რატო არ არის რატო არ იყო ეხა და აი პრინციპსაც რო ვერ ხვდები რომ ეხა ამის გამო შეიძლება დააგვიანოს თანხა მან აი საერთოდ ის იყო ხოლმე ლოგიკას არ ეკვემდებარებოდა ხოლმე რატო ხდებოდა ეს თან ყველაზე დიდი პრობლემა არის რომ ვერას მაგას შეუტიეთ კონკრეტულ პროფესია მოირჩიე და არა მართლა ეგრე არის ხა რეალურად რა თან პრობლემა ის არ არის რაღაცა მართლა ისტერიკას ხوار ვიმართებ იმაზე რომ მაინც და მაინც ორ დღეში ჩამერიცხოს არა არასდროს არ ხდება ესე უბრალოდ რა ვიცი მაშინ მითხარი რომ იცი რა ერთ თვეში იქნება და აი მეწოდინება რომ ერთი თვე იმ თანხის იმედი არ მქონდეს რა მაგრამ რო გეუბნებიან რომ რაღაცა ეხ მაგალითად ერთი არის რომ 16 ნოემბერს უნდა ჩამრიცხო და დღემდე არ არის ჩარიცხული დღეს არის 7 დეკემბერი. ხო, 7 დეკემბერია. აი, უკვე ცდება, ხო, ყველანაირ ზღვარს. მართალიათ ეთყობა შენთვის. ხო. და საწალია ხა იმდენ შეკვეთა აქ იმას, ახლა რა ვიცი. ხო. კი ბატონო. და მეორე პრობლემაც არის კიდე მენეჯერები. აი ხა ამ საკითხზე მაგალითად თუ წერ ერთ-ერთ მენეჯერს თანხის ჩარიცხვაზე და მსინავს. შენ პოდკასტში მენეჯერებს დავუწყოთ. ტოქსიკური ურთიერთობა მაქვს მენეჯერთან. მენეჯერ ბუღალტრებთან ტირე. ხო, ესეთი ამბებია მოკლედ. კაი, მაყურებელს დაგვიწეროს რა ეხლაც გავახსენდა ესენი იყო რა გუშლის ნერვებს. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც
შეიძლება გამოსწორდეს, არ მგონია გამოსწორდეს, სადაც მაისურების ეტიკეტები ვერ გამოასწორეს. ამდენი რო კიდე გვხდება დღემდე ვიყიდი რაღაცას და უცებ. ხო, არა, განსაკუთრებით არის სავარჯიშო მაისურს რო ახალს რო იყიდი და შეიძლება უცებ ყურადღება არ მიაქცევ, ჩაიცო. ჯიმში გამოხვალ და უცებ აი ეს ნერვებს გაწიწკნეს, სადაც რო ყურადღებით უნდა იყო ვარჯიშზე და. კი, მე სავარჯიშო ეს ელასტიკი თუ რა ქვია მას ქართულად. შარვალი არის. ხო, რაღაც სავარჯიშო შარვალი რაც არის. ელასტიური შარვალი. წელზე აქვს ხოლმე საშინელი ისა ეტიკეტი, რომ აი ნერვები უნდა გაგლიჯოს. და ნუ ეს ბუღალტრების პრობლემა მართლა იმედიანი მაქვს, რომ ოდესმე მოგვარდება, იმიტომ რომ წლებია ხა ამ სფეროში ვარ და აი რაღაცა 15 წელია ესე ხდება რა. არც მაისურები არ მოგვარდება. არც მაისურები არ მოგვარდება და არც ის დამული პროდუქტი. დამული პროდუქტი კიდევ უფრო მეც დააბავენ. ადრე პანდემიის დროს გახსოვს უცებ რო გადაწდა რაღაც პროდუქცია რო არ უნდა გაყიდულიყო და იქვე რო ეწყო ესე და ეს არ შეიძლება მის გაყიდვა და არ გახსოვს ეგა? არა, ეგ არ მახსოვს. ხო, რაღაც ერთი პერიოდი, აი ხო რაღაც 1000 სიგიჟეს აკეთებდნენ და შემოიღეს რომ მარტო მარკეტებს უფლება ჰქონდათ გაიყიდათ ეს რა ქვია ისეთ პროდუქტები რომელიც მარტო აუცილებელია ცხოვრებისთვის რა საჭმელი რაღაც ჰიგიენური საშუალება რაღაცები არ შეიძლებოდა გეყიდა მაგალითად რაღაცა ვიცი ჭიქა ახალი ან სათამაშო თუ ვიდეო მარკეტში ეს გადაკრულის აფარებული ქონდა ხოლმე ან ცელოფანი ან შემოსაზღვრული იყო რა ეს დახლები არ შეიძლება აკეთო კი აი ძალიან ცოტა ხანი იყო ესენი აკრძალეს რა რაღაცები და მარტო შეგეძლო ციციბურა გეყიდა ან ზეთი ან პური და ეგ იმის მერე იყო რაღაცები რო გაწყდა იმ ბამბანერკას ვერ იყიდედი და ან სასმელს რაღაცა ტუალეტის ქაღალდები რო გაწყდა ერთი პერიოდი ხო და არაფერი არ გაწყვეტილა რა პანიკა იყო ხოლმე უბრალოდ თორე ყველაფერი იყო ერთხელ იყო სადეზინფექციო ხსნარები თავიდან გაწყდა და ისა პირბადეები მაგრამ ცოტა ხანი ეგეც რა მაგრამ ნუ კაი მაგაზე შეიძლება იპანიკო სადეზინფექციო ხსნარი გჭირდება თქვა მაგრამ ემაზე რატო იპანიკებ რომ მე ჭიქები არ გათავდეს მე მახსოვს არუელაძეს ქონდა კაი კომენტარი მაგაზე ტუალეტის ქაღალდი რო გათავდა ხო ტუალეტის ქაღალდი ადგინდა თომდენია ხო ამ ხახსო დავიწყდა მე მგონი რომ ტრაქს დაბანაო ხო და ხო არა ეგრეც არ იყო სხვათა შორის იყო ისტერიკა იმიტომ იყო ტუალეტის ქაღალდზე რომ მართლა გაწყდა რაღაც მაღაზიებში აღარ იყო ხო მაგრამ ნუ აი სადაც ის სიგიჟე იყო მე და კიდე ის რო იყო ძალიან დიდი ხანი ესე მოლარეს წინ ხო ის ქონდა გამჭვირვალე ის აფარებული და მაინც ყველა გვერდიდან რო ელაპარაკებოდა და ბარაცაკიდან რადებდი ეს უბრალოდ ხას გვიშლიდა მე თერაპევტს რა აკეთებდა და მე კიდე კაი ხანი ნო შემორჩა ეგ კი ეგ დებილობა კაი დაგვიწერა მაყურებლებმა და გადავიდეთ ბოლოს რა არის? შენი აზრი იყო რომ მოდი რჩევები ვიცით ხო, ესეთი ის მინდა დავნერგო რა. მე რჩევაც მომზადე მაგაზე მეცინება. ყველაფერსაც არასერიოზულად ვდგები, რა მე არასერიოზულია? არ არის არასერიოზული ჩოლებები რჩევა არის კაცო. კარგი. ხო, ესე მინდა რომ დაინერგოს ეს, რომ აი რაღაცები ვურჩიოთ რა, ჩვენი გამოცდილებით ჩვენს მაყურებელს. ეს წიგნი იქნება, ფილმი იქნება, სერიალი, პოდკასტი. აბა რა რჩევა გვაქვს ამ ეპიზოდში? ამ ეპიზოდში გადავწყვიტე, რომ ჩემი საყვარელი ნოველა ვურჩიო ჩვენს მაყურებელს. იმიტომ რომ წეღან როგორც აღნიშნე, ჰორორებზე რო ვლაპარაკობდი, ჩემი აზრი ესეთია, რომ ესეთი რაღაცები კინო იქნება თუ მხატვრული ლიტერატურა იქნება თუ რაღაც მუსიკა იქნება, უნდა ემსახურებოდეს სიკეთეს და სიყვარულს რა. და ეს ნოველა ერთმნიშვნელოვნად ამაზე არის რა, სიკეთეზე და სიყვარულზე არის და ძალიან გამიხარდება თუ ჩემი რჩევით ერთი ადამიანი მაინც დაიკითხავს, ვისაც არ აქვს საკითხული. ეს არის ერიკ ემანუელ შმიდტის ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი. ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი. ძალიან პატარა ესეთი ნოველა, ერთი ამასუნ თქვით იკითხება. სხვადასხვა მეც არ მაქვს საკითხული და გავითვალისწინებ შენ რჩევას. შენც გაკითხული და არ მაქვს საკითხული თქო და მეც გავითვალისწინებ აქ რჩევას. კარგი იქნება. გამიხარდება. ეს იყო ჩემი დღევანდელი რჩევა. შენ რა მოგვიმზადა? ბოტასი. მოდელი ვურჩიო. მაყურებელ. რატო არის ასაცილო? შენ ხო დიდი ხანი ეძებდი ბოტას. ჯერ არ ვაჩენ ესე მიჭია. და რამდენი ხანია მკითხულობ ეს ბოტასი აგრატო აგდია. აი ესეთი.
დავანახოთ მაყურებელს. აი რაღაცნაირია, მე რო რაღაცა წიგნი ვურჩია და შენ ბოტასი. რატო რაღაცნაირი რატო არა ეს არის დაბიო არის ბოტასი? არ ჭირდება ბოტასი რომ ვარჯიშო? კი. რაც CrossFit-ზე დავიწყეთ სიარული. კვაშოსთან. სხვადასხვა ახლა ატარებს ჯგუფურებს ოქტოპუსში და შეგიძლიათ მიხვიდეთ ისეთი ვარჯიშია რომ არ შედეგებს დადებთ. არ არის გამოსატოვებელი. ირაკლი კვაშილავა ოქტოპუსში. ხო და რაც გადავედით, ხო? შეგაწყვეტინე? არა, და რაც გადავედით ოქტოპუსში, მოკლედ CrossFit-ს სპეციალური ვარჯიშები ჭირდება. კვაშოს რჩევით არის გამორჩეული, ხო. და ეს არის Nike Metcon 6. და მოკლედ ესე ვარჯიშები, რომელიც სიმძიმის აწევასაც გულისხმობს, რაც 5-ზე ახტომასაც, კარდიოსაც მოკლედ, როგორც ხო, კარდიოსაც, ხო. სიმძიმის აწევასთვის საჭიროა რომ მყარი ქუსლი ქონდეს. სპორტულ ფეხსაც მელს. და ამას მყარი ქუსლიც აქვს, თან რბილიც არის შედარებით, თუმცა ისეთი არ არის, როგორც რანერები, მაგრამ რბილია და მოკლედ კარგი ბალანსი არის დაცული რა, რომ რბილიც იყოს და ვიზუალურადაც მომწონს. და მოკლედ აი ამ ბოტას გირჩევთ. მეც მეთქონები მაქვს ხოთა შორის და ეგრეა ხო მოკლედ რა ისე რო არ იყოს რომ აი როცა შტანგის დღე გაქვს მაგალითად გაიქცე და უცებ გამოიცვალო მე ისეთი ჩაიცვა რომ კარდიოზეც გამოგადგეს და მოკლედ დისკომფორტი რო არ ქონდეს ამ ბუტასების ცვლაში ეს საუკეთესოდ აბალანსებს რა ისიც იმაშიც ძალიან კომფორტულია და ამაშიც ხო შენი არა შენი სხვა მოდელია ჩემი არის მეტკონ 6 არა 6 ეს არის აბა მეტკონ 5 არ მახსოვს ახლა ტყუილი მაგრამ მეტკონია მოკლედ ისიც წავიდეთ ხო სავარჯიშო დილით აუცილებლად ხო დილით მძიმე CrossFit-ები გველოდება ხო მოკლედ დღეს ბოტასი იყო შენ ერჩევა ბოტასი ურჩე ხალხს რავი მეც ამ ეს ბოტასი იმიტომ გადავწყვიტე რომ YouTube-ზე რევიუებს უყურე და რჩევებს მოусმინე და მე გადავწყვიტე რომ ეს ბოტასი მეყიდა რა რომელიც ესეთი კარგი ბალანსი აქვს ამ რაცა ეხა იცი რა ფუნქციონალური რაღაცა აი მე ძალიან ესეთი განათლებულა რაღაცა ხალი გამოვედი რომ აი წიგნი ურჩია და შენ ანუ ესეთი ჩვეულებრივი უშუალო ტიპი რომელსაც ბოტასი ურჩია ხალხს ეგრე გამოვიდა ამიტომ დავამთავროთ ეს იყო შენი ისა მიზანი ხო დრო გადართო ხალხმა სხვა იმაზე სხვა YouTube-ზე წიგნი რო გაიგეს ხო წიგნი აღარ უყვართ დღეს არ არის ეგრე ჩვენს მაყურებელს დარწმუნებული ვარ უყვარს კი ხუმრობ დავასრულოთ უღრმეს მადლობა ყველას ვინც გვისმინა განსაკუთრებით მათ ვინც ბოლომდე შემორჩა მადლობა დიდი გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი ვიდეო და ლაიქოთ ძალიან დაგვეხმარება დაგვიწერეთ კომენტარები კომენტარები არ დაიშუროთ დაგვიწერეთ რა გიშლით ნერვებს სხვა რამერჩევა თუ გექნებათ ან შეკითხვა ან რაღაც აზრის გამოთქმა ეგეს დაწერეთ ყველაფერი დაგვიწერეთ რაც აზრად მოგივათ ხო რაღაცა ნომერს გეუბნება ჩანიშნო გინდა თუ გინდა ეს სამ კომენტარებში მიაწერე რომ ან რემაინდერად მაგალითად რომ ხვალ 9-ზე გამახსენეთ რომ ეს ვქნა და 9-ზე დაგილაიქებთ ხოლმე და მოხდა notification-ი რემაინდერის ვინმეს ესე გამოუყენებია ეს ოიგეთ ჩენელი უნდა გავაკეთოთ რემაინდერები და ერთი ვიდეოა ჰა მარტო და იქ კომენტარში წერე რა ხვალ 4 საათზე შეხვედრა მაქვს ან ზარი კოლი მაქვს და ის ვკითხულობს რაღაცა ადმინი და 4 საათზე იცის ჩანიშნული აქვს დაგილაიქოს შენ რომ notification-ი ამოგიხდეს YouTube-ში. ეგ რემაინდერად მუშაობა არის საინფელდში რო იყო. მაგაზე ლაპარაკი არ გახსოვს? რემაინდერად მუშაობა? ხო, მაგაზე იყო ლაპარაკი. რემაინდერად რო მუშაობ რა, რომ გააღვიძო და ურეკო, შეახსენო. ხო. მე თვითონ ვერ მივხვდი რემაინდერად რა იყო, კი. ელენს უნდა გაეღვიძებინა ერთხელ რო დგამაზა. აეროპორტში რომ მიდის რაღაცა? არა, სპორტსმენი რო არის და ის რო აქვს მარათონი რო აქვს. მარათონი რო აქვს. ხო, არა, იქ ისიც იყო კიდე აეროპორტში დაგვიანებაზეც არის ერთი სერია. ხო, ეგ აღარ მახსოვს. კი ბატონო, მოკლედ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრ რაღაცაში კომენტარების სექცია. მადლობა და დავამთავროთ რამენერად. დავდგეთ უბრალოდ და გავუშვით ქუდი. ალფი ისევ არ გამოვიდა, ესე. ალფი
ალფი. ბოლოს ხო შემოვათრიოთ ძალით. ესე. გაიზმორ. კაი. ვაიმე. აი ესე დავამთავროთ. კიდევ ერთხელ გავარტყი ხარ. გავუშვით კუდი.